სამი, დუბლი 103. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩვენი პირველი პოდკასტი. მე ვარ მარიამი და ეს არის ასევე მარიამი. ჩვენი დღევანდელი განსახილველი თემა არის ის პროპაგანდა, რომელიც ხშირად სოციალურ მედიაში ვრცელდება და ჩვენ დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე პოსტი და ვიდეო, რომელშიც ამ პროპაგანდისტულ ნარატივებზე არის საუბარი და შეგვიძლია ნელ-ნელა დავიწყოთ მარიამი განიხილოს პირველ პოსტს, რომელიც ამ ნარატივს უახლოვდება, უკავშირდება უბრალოდ და შეგვიძლია დავიწყოთ. ხო, ანუ ალბათ გაგებული გექნებათ ტოლბოტები ხან რაღაცა კლასიკაა, ხო, რომ ამით უნდა ვებრძოლოთ ოპოზიციას და არა მარტო ოპოზიციას, დღესდღეობით უნდა ითქვას, რომ თითოეული აქცია ოპოზიციასთან არც კი ხომ, ხშირ შემთხვევაში დაკავშირებული, მაგრამ ერთ-ერთი ტროლი, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში, არის აკუ კუჭაშვილი, ხო? და გადავხედეთ ამ ადამიანის Facebook-ს, გარდა იმისა, რომ fake news-ების გავრცელება ყველაზე უფრო აქტიურად ხდება, ამასთანავე, დეზინფორმაციას ავრცელებს რა მიმართულებით? აღებული აქვს ქართული ოცნების ძირითადი ნარატივები და ერთ-ერთ პოსტში ძალიან დიდ აღფრთოვანებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ყობახით თურმე ორბანს შეხვდა. ეს პოსტი ბუნებრივია, წავიკითხეთ აქვე, სადმე ეკრანზე გამოჩნდება ეს პოსტი ბუნებრივია. ნახოთ. ხო და მოკლედ, ახლა ძირითადი აქცენტი რაზე უნდა დაისვას, ხო აქ, როდესაც ორბანზე ვლაპარაკობთ, ეს ადამიანი არის პიროვნება, რომელმაც მარტივად რო ვთქვა, ცენტრალური ევროპა და მის კონსოლიდირება საფრთხის ქვეშ დააყენა, ეს პირველი. მეორე ადამიანი, რომელიც სოროსის სტიპენდიატი იყო, შემდგომში კი სოროსის სტიპენდიატობიდან გამოგზა და დღესდღეობით გლობალურ პარტიაზე ზუსტად ეს ლაპარაკობს ორბანი და ამ ადამიანით ვამეყობთ, ხო, ეს არის ადამიანი, რომელიც არის ცხადად ავტორიტარი. და ძალიან ბევრი საერთო ზოგადად ჩვენ ხელისუფლებას ორბანთან და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ, ხო, აქ ხშირად ნახავთ დეზინფორმაციას, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ რაღაცნაირად ეროვნული იდენტობა არ უნდა დავკარგოთ და აქედან გამომდინარე ევროკავშირი ჩვენთვის საფრთხეა, ხო? და ეხლა რა ხდება? ეროვნული იდენტობა ზოგადად ეს ერი როგორც კონცეფცია როგორ უნდა წარმოიდგინო, ხო? ერი არის ყოველდღიური პლებისციტი. და ეს პლებისციტი რასთან არის, ხო, დაკავშირებული რაღაც დემოკრატიასთან. იმის გათვალისწინებით, რომ ორბანი ცხადად დემოკრატიულ ორგანოებს უქმნის საფრთხეს და შემდგომში შენ ამით ამაყობ და ხელს ართმევ და შენი პრემიერ-მინისტრის ნარატივს იზიარებ, ეს ცხადად შენ დემოკრატიას საყენებს შეურაცხყოფას ელემენტარული, ხო? და აქედან გამომდინარე, ხა ორბანზე მარტივად რო მოგიყვეთ, ვიღაც არ გამომეკიდოს, რატომ არის ავტორიტარი, ხო? ადამიანს რაც ხელისუფლებაში მოვიდა, ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ მას შემდეგ დაიწყო ეს ულტრამემარჯვენე ნარატივი, რაც 2010 წელს სხვა გზა აღარ ქონდა და ადრე თუ რაღაცა პროევროპულ ნარატივებს აჟღერებდა, შემდგომში უკვე გლეხურ ენაზე დაიწყო მარტივად ლაპარაკი. და ეს თვითონაც აქ ნათქვამი, რომ ახალგაზრდა ინტელექტუალები უბრალოდ ხარს არ უჭერდნენ და აუცილებელი იყო, რომ უნგრელ გლეხებს მორგებოდნენ და ეს არის დღეს თითოეულ ულტრამემარჯვენე პარტიის ნარატივი და მგონი, რომ ჩვენი ხელისუფლებას იმას იზიარებს, ხო? აქ ერთ რაღაცას დავამატებ, რომ აი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ თვითონ ეს სიცრუე, რომელიც ვრცელდება ამ საშუალებებით, ამ მედია საშუალებებით, ყველა იგივეს იმეორებს, რასაც თუნდაც ხელისუფლება, თუნდაც გლობალური ომის პარტია, თუნდაც არა ევროკავშირი, თუნდაც ამერიკა როგორია, ანუ ეს ყველაფერი მომდინარეობს სათავიდან, რომელსაც ხელისუფლება უდგას სათავეში და შემდგომ ეს ადამიანები ამ ინფორმაციას ავრცელებენ ისე, რომ თითქოს ეს რეალობას წარმოადგენს და საზოგადოების რაღაცა ნაწილს მართლა ჯერო, რომ ეს მართლაც რეალობა სამწუხაროდ. ხო და აქ ერთი მომენტიც არის, რა, რაში გავს ზოგადად ორბანის პოლიტიკა და თითოეული ულტრამემარჯვენე პარტიის მანევრები რა, ოპოზიციის შეზღუდვა, რაც დღესდღეობით არის, ოპოზიცია საერთოდ მგონი არ თქო, ხო? მე და მარიამი ხშირად ვაპარაკობთ ამაზე, ოპოზიციაზე ვაპარაკობთ, მაგრამ სადღაც აბსტრაქციაში რა, რომელიმე პარტია თქვენთან თანხვედრაში მოდის, არ ვიცი, ხა იდეოლოგიურ პარამეტრებს ვკითხეთ, არც ერთი მოდის თქვენთან თანხვედრაში რა და ერთი არის აი დემონიზირება როგორ ხდება ამ ოპოზიციის და საერთოდ ორბანის ხელისუფლებაში მოვიდა თუ არა, მაშინვე კანონი აქვს გაშვებული, რომ ესე იგი, მხოლოდ სამთავრობო მედიაში შეუძლია ოპოზიციურ პარტიას, რომ განათავსოს ეს რეკლამა, ხო? აქამდე ჯერჯერობით არ მისულა და მგონი ჩვენ ხელისუფლებას ეს არ დაჭირდება და იმის ახსნაც არ არის საჭირო, ხა? სამთავრობო მედიაში როგორც ჩვენთან იმედის ტელევიზიას უყურებს და არა მარტო იმედის. ხო, ანუ მარტო ქოცი უყურებს, ხო, ხა იმედიას ჩვენც უყურებთ, ხა, მაგრამ ეს ცოტა სხვა მიზეზიდან გამომდინარე ხდება, ალტიფოსაც უყურებთ ესე, რომ უბრალოდ სხვა პერსპექტივა მოისმინო, მაგრამ არა მარტო ქოცი იმედს უყურებს, აი რაღაცა როდესაც ნაკლები გაქვს ინფორმაციის და არ იცი რეალურად საიდან მოდის სიმართლე და უყურებ იმას, რაც თითქოს რეალური გაჩვენება და აი საზოგადოების რაღაცა ცოტა არ მინდა ისე ძალიან უხეშად გამომივიდეს, რომ აი განათლებასთან იყოს პრობლემა, მაგრამ რეალურად მანდამდე მედივართ, რომ რეალურად ეს ადამიანები რაღაცა ისეთ ვაკუუმში არიან, თითქოს არ შეუძლიათ რაღაცების ისე გაანალიზება, როგორც რეალობაშია. მართალია და ანუ რეალურად ეს პრობლემებისგან რა იკითხება ხოლმე და ქართულ ოცნების სატელიტ მედიაზეც რა
აი შაკო კუჭეშვილსაც აქვს ხა ეს პოსტები რა, რომ ანუ უნგრეთს უნდა დაუახლოვდეთ, ხო რატოა ცუდი? მეგობრებო, უნგრეთს როდესაც ვამბობთ რომ დაუახლოვდეთ და ამას ცხადად ბევრი ეთანხმება მათ შორის უმეტესად ქოცები, ხო? ეხლა შეიძლება ოპოზიციაში ვიღაცა ეთანხმებოდეს, მაგრამ თქვენ გესმოდით რომ ფაქტობრივად ცენტრალური ევროპა დანგრეულია ამ ეტაპზე და ანუ ორბანმა ფაქტობრივად ცენტრალური ევროპის კონსოლიდირება საფრთხე შეუქმნა, ხო, ამაზე თანხმდებით და როდესაც ხშირ შემთხვევებში ასეთი ტროლბოტები აკეთებენ იმის აპელირებას, რომ აუცილებელია უნგრეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება და აგერ გერმანიაში ალტერნატივა გერმანია ესახებათ ერთ-ერთ მესიად, ეს ალკე პრობლემაა. საქმე ის არის, რომ საქართველოს აი რომელ სახელმწიფოსთან უნდა ქონდეს ყველაზე კარგი ურთიერთობა? პოლონეთი, ხო? საერთო ინტერესები გვაქვს და ეს ისტორიულადაც არის, ხო, განპირობებული ხარ, რატო შეიძლება რომ პოლონეთთან მეტი საერთო მქონდეს, ხო? და ფაქტი ის, რომ პოლონეთი და ჩეხეთი მათ შორის, ანუ ფაქტობრივად უნგრეთსა და სლოვაკეთს შორდებიან. და ეს რატომ ხდება? პრორუსული პოლიტიკიდან გამომდინარე. მარტო პრორუსული პოლიტიკა საქართველოში კი არ არსებობს. ანუ მარტივად რა თქვა რუსეთმა რა, ანუ პუტინმა ძალიან კარგად იმუშავა და ყავს რეალურად ის სატელიტები, მათ შორის საქართველოში, რომელიც რა ნარატივს აჟღერებენ, ხო, ეს არის ცხადად ევროპულ მომავალს კი არ უქმნისავთ, ან ჩვენ ერს უქმნის ზოგადად საფრთხეს, იმიტომ რომ როდესაც აგენტურა ყავს ჩანერგილი სახელმწიფოში, ეს სერიოზული პრობლემაა და აგერ ორბანიც ამას აკეთებს, ხო და ეხა ორბანს ჩემო მეგობრებო მიღებული აქვს ის კანონიც, რომ სამხრივად საკონსტიტუციო გადაწყვეტილების გაუქმება შეიძლება. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო საერთოდ გვაქვს, ხო, არ გვაქვს. ალბათ ამ მომენტამდეც მივავალთ, დარწმუნებული ვარ და დღესდღეობით ამით რისი თქმა მინდა, ხო? უნგრეთი არ უნდა იყოს ჩვენი ორიენტირი, აუცილებელია რომ აქცენტი გავაკეთოთ პოლონეთზე, პირობითად ჩეხეთზე. ამას მარტო გეოპოლიტიკა არ განაპირობებს რა. საერთო მიზანი და ამოცანა გვაქვს და მომავალში ამას დარწმუნებით გეუბნებით, რომ ეხლა გერმანიის არჩევნები როგორც მიმდინარეობს და ალბათ ამ პოდკასტს როდესაც უკვე ავტვირთავთ, გვეცოდინება ზოგადად კოალიციაში ვინ მოვიდა, მაგრამ ცხადი არის ერთი რამე, AfD-სთან კოალიცია არ იქნება. ეს რას ნიშნავს, ხო? პოლონეთი ყველანაირად ცდილობს, რომ გერმანიასთან და საფრანგეთთან ერთად ეს რაღაცა ვაიმარის სამკუთხედის შექმნას, ეს აუცილებლად განხორციელდება და მარტო ეს ერთ-ერთი ინიციატივა არ აქვს პოლონეთს და დამერწმუნეთ, რომ თუ გამოვიდა და გერმანიაც დაყვა რაღაცნაირად, მაკრონი, გერმანია და პოლონეთი ის გეოპოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მომავალში აი იმ ნარატივსაც გააუქმებს, რომელიც რაზეა ხო აგებული, რომ ევროპა ინგრევა. ევროპა არსად არ ინგრევა. ტრამპის ბოლოდროინდელი ნაბიჯები პირიქით გამოიწვევს იმას, რომ ევროპა ისეთი ძლიერი გახდება, როგორც არასდროს. და ისიც საინტერესოა, რომ თუ დავაკვირდებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის ალიანსი ზოგადად ერთ-ერთი პროგრესიული ალიანსი არის, რომელიც არის ორიენტირებული განვითარებაზე და სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეალურად გჭირდება ის კულტურის ნაწილი, რომელიც ევროკავშირს აქვს, განსაკუთრებით დემოკრატიული პრინციპები, ადამიანის უფლებები და სხვა ყოველივე, რაც მას აქვს და ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ იგი ჩვენს იდენტობას იპარავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ არსებობს ესეთი პლატფორმა, TikTok-ზე საკმაოდ გავრცელებული არის სტუდია სოლიდარობა, რომელიც აქტიურად ავრცელებს სხვადასხვა ვიდეოებს აქტიურ მოვლენებთან დაკავშირებით და არა მარტო და ერთ-ერთი საინტერესო ვიდეო არის, სადაც ერთ-ერთი მიწვეული სტუმარი საუბრობს ზოგადად საქართველოზე, მის სამეზობლოზე, ასევე ის, რომ ჩვენ ევროპა არ ვართ პირობითად და ერთ-ერთ მონაკვეთში იგი ამბობს, რომ ჩვენ ასეთი მოცემულობა გვაქვს როგორც საქართველოს და ჩვენ ეს მეზობლები არ უნდა გძულდეს, არამედ ჩვენ მათთან ერთად ეს რაღაცა ყოფითი ცხოვრება უნდა განვაგრძოთ, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და მათ შორის რომელიც უშუალოდ უკავშირდება რუსეთს და რატო? ანუ იმის განსაზღვრის დროს რომ ვთქვათ, როგორი დამოკიდებულება ქონდეს რუსეთს მიმართ მეგობრული, არამეგობრული, ანტიპათიური თუ არა, იქამდე ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ თვითონ რუსეთის და საქართველოს ინტერესები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ეს ყოველივე არ იწყება ამ საუკუნეში რაღაც 2 საუკუნე დაგვჭირდა იმისთვის, რომ თუნდაც ის დაგვეძლია, რომ თავისუფლება მოგვეპოვებინა და პირობითად 1721 წლიდან კარგად ჩანდა ეს ნარატივი, რომელსაც რუსეთი მისდევდა, რა იყო მისი მთავარი, ასე ვთქვათ, მიზანის იმპერიალისტური, ასე ვთქვათ, კომპლექსი, რომელიც დღესაც გააჩნია მას და მისი მიზანი იყო ის, რომ ვთქვათ, ეს ტერიტორიები უფრო მაქსიმალურად განევრცო და რეალურად საქართველოს
მიზანი რადიკალურად განსხვავდებოდა და რატო? იმიტომ რომ ზოგადად საქართველოს არის პერიფერიული სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის. შესაბამისად, ყოველთვის იყო იგი ინტერესის სფერო ისეთ იმპერიებისთვის, რომლებიც იმ პერიოდში საკმაოდ აქტიურად იბრძოდნენ ტერიტორიების მოსაპოვებლად. მათ შორის იყო რუსეთიც სამწუხაროდ. და შესაბამისად, საქართველოს ყოველთვის უწევდა იმაზე ფიქრი არა რომელიმე ქვეყნის დაქვემდებარებაში ყოფილიყო, არამედ როგორ გადაერჩინა თავი. ეს იყო მთავარი საზრუნავი ის, რომ არ დავკარგოთ სუვერენიტეტი და მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ რუსეთის კლანჭებიდან დაგვეხსნა ჩვენი თავი და ჩვენ ეს დამოუკიდებლობა მოგვეპოვებინა, ანუ არ ვიცი საზოგადოებას როგორ უნდა შეჯეროდეს, რომ შენი მეგობარია, როგორ უნდა დაკარგო ის რაღაცა ისტორიის ნაწილი, რომ ვიღაც შენი წინაპარი ამისთვის იბრძოდა, რომ დღეს დამოუკიდებელი ყოფილიყავი და დღეს საზოგადოების ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ არა, დღეს რუსეთი ჩვენი მტერი არ არის, არამედ ის მეგობარია, არ ვიცი, რაღაცა აბსურდული ასე ვთქვათ, არგუმენტებით იმართლებს თავს და ნაპოლეონმა ესეთი სიტყვები თქვა, რომ აი გეოგრაფია არის ესეთი მოცემულობა, რომელიც ანუ გააქვს რა, ანუ როგორი ისტორიაც გააქვს დამოკიდებულია შენს გეოგრაფიულ მდებარეობაზე. და ზოგადად საქართველოს შეიძლება ქონდეს სამი ალტერნატივა, ეს არის ჩრდილოეთი, ეს არის ნეიტრალიტეტი და დასავლეთი, რომელიც ნუ ცალსახად ჩასაშლელია ის თუ რუსეთისკენ წახვალ, რაც წარმოუდგენელია, ის არის რომ რეალურად კარგავს შენს იდენტობას და აქ ნამდვილად კარგავს შენს იდენტობას და კარგავს შენს იმ შრომას, რომელიც საუკუნეები გრძელდებოდა. მეორე ნეიტრალიტეტის მაგალითია და ერთ-ერთი ნეიტრალური ქვეყანა, რომელიც შეიძლება იყოს, აი მაგალითად შვედეთი შეიძლება იყოს, ხო? მაგრამ საქართველოს ამის არანაირი საფუძველი არ აქვს. არც ერთ კომპონენტს არ აკმაყოფილებს მაგალითად ის, რომ ტერიტორიული მთლიანობა არ გაქვს, ეკონომიკურად ძლიერი არ ხარ, არ შეგიძლია საკუთარი თავი დაიცვა და მესამე გზა არის ეს არის ევროპა და დასავლეთი, რომელიც რეალურად გვჭირდება და ხშირად გვესმის, რომ აი ევროპა არ ვართ ჩვენ, არ გვჭირდება ევროპა, მაგრამ რეალურად ევროპა გვჭირდება, იმიტომ რომ ელემენტარული, როდესაც დღეს მე ხმის ამოღების უფლება არ მაქვს ადამიანის, ანუ ვთქვათ, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება არ მაქვს, ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემა და ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რატომაც გვჭირდება ევროპა. შესაბამისად, ნუ აქ ამ საიტზე ძალიან ბევრი ვიდეოა ამასთან დაკავშირებით, რომ აი არა, ევროპას არ მივაკუთვნებით, საკმაოდ დიდი პროპაგანდას შეიცავს, რაც ჩემი აზრით საზოგადოებაზე შეიძლება გავლენას ახდენდეს და ჩვენი მიზანიც ისაა, რომ ეს რაღაცა პროპაგანდის მაგალითებით ცალსახად და ნათელი გავხადოთ საზოგადოებისთვის, რომ თქვათ იმ რაღაცა ნარატივებს არ გაყვეს ტყუილად. ხო, ну იდეაში ეხლა რაც ლაპარაკე რა, ეგ იმის ბრალის არის, რომ შენთანაც ნახსენები გქონდა რაღაცნაირად ძალიან პატარა, მოკლე ისტორიული მეხსიერება გვაქვს რა. მაგალითად, გავრილოვის ღამე რა მარტივად დავივიწყეთ, ხო? და დღეს გახარიას პარტიას არ მაინტერესებს ხა ვიღაცა შეიძლება თქვას, რომ მან გახარია არაფერს შუაში არ იყო. არ ვიცი საერთოდ რომელ ტალღაზე ხართ მეგობრებო, მაგრამ ისტორიული მეხსიერება მართლაც მოკლე გვაქვს და აი ერთ-ერთ ვიდეოს ჩავთავთ, ხა ზუსტად პრორუსულ პოლიტიკაზეა ლაპარაკი და მოდი განვიხილოთ ზოგადად რას ნიშნავს პრორუსული პოლიტიკა, ცხადად, რომელსაც თან მხარს უჭერდა ამას აყოლებ, რომ ნატოში ინტეგრაციაზეც უარი უნდა თქვა საქართველოს, ხო? პირადად გადაცემებში საუბრობდი იმ პოზიტივზე, რა პოზიტივიც რუსეთმა მოგვიტანა საქართველოს ისტორიაში, ის როც დაუნახავია, ჩვენ არ ვაფასებთ ამას. ანუ ჩვენ არ ვიცით ჩვენი ისტორია კარგად, ან ვიცით ისტორია, მაგრამ ვაფასებთ არაობიექტურად და მიდგომები გვაქვს სუბიექტურად. კიდე ახალი ტენდენცია ამ ისტორიის გადაწერა. ხო, ეს ისტორიის გადაწერის მეორე უბედურება და ის რომ ჩვენ თაობებს არ ვასწავლით ამას და განათლების სისტემაში ეს იმხელა კაზუსია რომ ჩვენ ტენდენციური გავხდით და განათლების სისტემაში ეს არ ჩავდეთ ჩვენ კონი გაგზავნებას არ საერთოდ დანარჩენი ვექტორი ანუ ცხადია ხო საიტკენ მიდის ახლა და კიდე უნდა ილაპარაკოს გონი 1 საათიანი ინტერვიუ იყო არ ვიცი ეხლა პოზიტივი მოგვიტანა რუსეთმა რომელ პოზიტივზეა ნამდვილად არ ვიცი ოკუპანტ სახელმწიფოზე მით უმეტეს რანაირად უნდა თქვა საერთოდ პოზიტივი მოგვიტანა მაგრამ მეგობრებო მათ შორის სალომე ზურაბიშვილი დღესდღეობით კი ბატონო ვაღიარებთ რომ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია ამაზე ვთანხმდებით ყველანი მაგრამ მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან მათ შორის არსებობს ინტელექტუალურ წრეებში ის ნარატივი რომ ჩვენ დავიწყეთ ჩვენ რა ნიშამ დაიწყო 2008 წლის ომი ეს არის მარტივად ისტორიის გაყალბება ხო ანუ როდესაც ლაპარაკობ იმ პოზიტივზე რაც რუსეთმა მოგიტანა ნუ ელემენტარული არ ვიცი ისტორიას ვინაფასებს სუბიექტურად სრული ობიექტური მოცემულობაა რომ რუსეთს არანაირი პოზიტივი არ მოუტანია შენი სახელმწიფოსათვის და ელემენტარული
ეს არ არის მარტო პროპაგანდის ნაწილი, ხო, აშკარაა რომ ამ კაცს მართლა სწამს ამის, მაგრამ მეორე მხრივ სალომე ზურაბიშვილზე ვიცით, რომ დღეს კი ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ხო? და ეს არის რაღაცა ობიექტური მოცემულობა, ხო? მაგრამ აქ მეორე ფაქტორია. სალომე ზურაბიშვილს, რასაც ალბათ ვერასდროს ვერ ვაპატიებ მე პირადად, არის ის, რომ თავის დროზე 2008 წლის ომის დაწყებაში ჩვენ დაგვადანაშაულა და არა ოკუპანტი. არ ვიცი სიმართლე გითხრა, რომელი ისტორიულ წყაროებს კითხულობენ ეს ადამიანები. იქიდან გამომდინარე, რომ ისტორია მარტივია, ხო? რაღაც კულუარული პოლიტიკა არსებობს და ამ კულუარულ პოლიტიკაში რაღაც ძალიან მარტივი მექანიზმია, რომ რაღაც გადაწყვეტ და წლების მერე უბრალოდ ააშკარავებ, ხო, ამ ყველაფერს და პუტინს 2012 წელს ნათქვამი აქვს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ 2006-2007 წლებში დაიგეგმა რეალურად აგვისტოს ომი. და ჯერ კიდევ გაიხსენეთ ხალხო ბუქარესტის სამიტი ამის შემდეგ, რომ გაიგო საერთოდ ამ ადამიანმა, რომ საქართველო და უკრაინა რაღაცნაირად არსებობდა იმის შანსი, რომ ნატოში ინტეგრირებულიყო, კავკაზ 2800 წვრთნები მოგვიწყო, ხო? ანუ წინასწარ იცოდა ამ ადამიანმა და მეტი რაღაც ცინიზმი გინდა, როდესაც გამოდიხარ და ინტერვიუში არც კი მალეო საერთოდ, რომ დიახ 2008 წელს დაიგეგმა ეს შეტევა. და არც ის არის სწორი, რომ მარტო რაღაცა სააკაშვილზე ხელები უნდა შევიწმინოთ. მესმის რომ რაღაცა მიზანი შეიძლება იყოს, რომ ნაცები გააშაო, მაგრამ აქ ნაცებზეც აღარ არის ხვდებით საუბარი, ხო, ეროვნული იდენტობაზეა საერთოდ საუბარი, ხო? ისაც ისტორიაზე გვაქვს საუბარი და როდესაც გვეუბნებიან, რომ თითქოს ისტორიას ჩვენ ვერ ვიგებთ ისე როგორც საჭირო არის, მე მაინტერესებს ერთ-ერთ ვიდეოში კიდევ არის მოცემული თუ ჩვენ როგორ ვადანაშაულებთ და როგორ გვინდა რომ ეს თაობა თითქოს აღარ იყოს და თითქოს ჩვენ უფრო მეტი ვიცით სამწუხაროდ ასეთი ვიდეოც არის, მაგრამ ერთი რაღაც მაინტერესებს ამ საზოგადოებამ, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ეს გვინდა და რეალურად ჩვენ გვადანაშაულებენ, რომ ჩვენ არაფერი არ გვესმის. მაინტერესებს იმ ისტორიას როგორ უყურებენ, როდესაც თუნდაც აჯანყებების დროს ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, მე-19 საუკუნეში, როგორი სისხლის ღვრით ახშობდა რუსეთი ამ აჯანყებას საქართველოში და ეს ყველაფერი ისტორიულად გვაქვს ჩვენ და ამის შემდეგ ესენი გვეუბნებიან, რომ ეს ისტორია თითქოს პოზიტიურია, რუსეთმა ბევრი კარგი რაღაც გააკეთა. როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ თვითონ რუსეთი ნიშნავდა მეფეს და თითქოს ჩვენს დამოუკიდებლობას ითვისებდა, ეს საზოგადოება რანაირად საუბრობს ამ პოზიტიურობაზე, მე მართლა არ მესმის და გარდა ამისა ეს არ იყო მხოლოდ საქართველო, ასევე იყო პოლონეთი, ასევე იყო კავკასიაში სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობები და მაინტერესებს კიდევ ჩვენ რატო გვაბრალებენ, რომ თითქოს ისტორიას არასწორად ვიგებთ და ჩვენ ვერ ვხედავთ იმ პოზიტიურობას, იქნებ რაღაცა ეს განსხვავებული ხედვაც დანაშაულია ჩვენი მხრიდან. ხო, ეს და კიდევ რა აქვთ გააზრებული ზოგადად. მე ძალიან მაინტერესებს დღეს აი საკონსტიტუციო ცვლილებები ხშირია, ხო? და ზოგადად აი სამართლის როგორ თამაშობს ჩვენი ხელისუფლება და ამ ადამიანებს საერთოდ 1921 წლის კონსტიტუციის ხსოვნა თუ შემორჩათ. ხო, 1921 წლის კონსტიტუცია კონკრეტულად ამ ადამიანმა წესით უნდა იცოდეს. ერთ-ერთი პროგრესული დოკუმენტი იყო არა მარტო იმ დროს, ანუ იმ ეპოქისთვის და მის შემდეგაც რაც არის, ანუ ევროპაში არ არსებობდა უბრალოდ ის დებულებები. საინტერესო რომ აქ მოწვეული ხალხი თითქმის აი ვინც საუბრობს ამ ვიდეოებში არის რაღაცა მეცნიერების დოქტორი და საკმაოდ ისეთი ხარისხი პირები არიან, რომ ამ ყველაფრის ცოდნა რეალურად უნდა გქონდეთ, მაგრამ აი ჩვენ ვარ დამნაშავეები, თითქოს ამ რეალობას ჩვენ ვერ აღვიქვავთ და ისინი აღვიქვავენ. ცოტა არ იყოს სასაცილო არა, მაგრამ სატირალი არის. ხო და რაც არის აი ღირსებაზე ხშირად ლაპარაკობენ, ხო, რომ ამ თაობას ღირსება აღარ აქვს. ხო, მეგობრებო, რა ხდება ეხა იცით? თქვენ დანაშაული ნამდვილად არ ვიცი რა არის იმაში, რომ 1921 წელს კონსტიტუციისათვის ფაქტობრივად ხაზის გადასმა მოხდა ძალიან მარტივად და დღეს აგერ კაცმა ვიცით, რომ საცხოვრებლის გამო დაიწყო თავი. და თქვენ თუ გონიათ, რომ ეს ერთადერთი შემთხვევაა, რამდენი უსახლკარო ყავიცებული, რომ კიდევ აპირებდნენ თავის დაწვას. კი, და საქმე იმაშია, რომ ეხლა რა კონსტიტუციაც გვაქვს რეფორმების შედეგად ფაქტობრივად იმით გარანტირებული აღარ არის ღირსეული საცხოვრებელი და იმ ეპოქაში 1921 წელზე საუბარი 21 წელს ხალხო გარანტირებული იყო, რომ აი სახელმწიფო სირცხვილი იყო, წარმოიდგინეთ, რომ ვიღაცა უსახლკარო იყო და სახელმწიფოში იმაშიც კი იყო თანხმობა, რომ ადამიანი თუ დარჩა უსახლკაროდ, თუ დარჩა უმუშევრად, აუცილებელი იყო, რომ სახელმწიფოს აენაზღაურებინა და ნაკლისი და ეს უნდა ყოფილიყო ზუსტად საცხოვრებლის ეკვივალენტური. ასეთი ტიპის დებულება რომელ კონსტიტუციაში იყო, ან არის, არ ვიცი, მაგრამ 1921 წელს კონსტიტუცია და ზოგადად ის პერიოდი ხო დამოუკიდებლობის ყველაზე ლამაზი 3 წელი, ხო?
ჩაგვაშხამა ვინ? რუსეთმა. და ბოდიში და როდესაც გვეუბნებით, რომ პრორუსებს რატო გვეძახით, თქვენ ისტორია არის, ძალიან კარგად ვიცით, ჩვენი ისტორია და ერთი რაღაცაში რაც უნდა ვთქვა, მეც გამიკეთებია ეს, რომ ერთ-ერთ ვიდეოში სამობდა, რომ ხო 90-იანების თაობის სიკვდილი უსურვებია. გამოგიტყდებით ხო? მეც მეკნიან. ოღონდ იცი როგორ აი გაბრაზებულ გულზე და მარიამიც იყო მახსოვს, პოლიციელმა რომ აცა ხელი უბრალოდ და ვუყურებ და არც არის რეალურად ქართველი. სხვა ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდა, რა ეთნიკურ ჯგუფს ვერ გეტყვით, მაგრამ ხო, გამჩენია ეს სურვილი, მაგრამ ეს იყო გაცხარებულ გულზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კაციც ახლა ჩვენი ტოლი რო ყოფილიყო იგივე გარემოცვაში, იგივე კონტექსტში, თვითონაც ექნებოდა ეს ბრაზი, მაგრამ ბუნებრივია არ მაქვს საუბარი იმ კატეგორიაზე, ხო, მამაჩემი ამ თაობას წარმოადგენს, მაგრამ დამიჯერეთ არაფერი აქვს საერთო ამ კაცის აზროვნებასთან, ხო, ანუ ძალიან მკვეთრი წითელი ხაზია. განსაკუთრებით მტკივნეულია ის მომენტი, როდესაც აი ეს საზოგადოება, თუნდაც აი ვთქვათ, იდეის მიმდევრები რაღაც აი უხეშად გეხებიან, აი ისე მარტივად გაკრიტიკებენ, რეალურად მე ეს არგუმენტი, აი თქვენ მეტი იცით და ჩვენ არა, ანუ თქვენ იცით და ჩვენ, ანუ ძალიან მტკივნეულია იმის, აი ეს დაპირისპირება თაობებთან შორის, იმდენად მტკივნეულია, როდესაც შენ შეიძლება ბებო ყავდეს სახლში, რომელიც რეალურად სხვანაირად ფიქრობს და ამის გამო შენთან დაპირისპირებაში მოდიოდეს, იმიტომ რომ რეალურად ძალიან განსხვავებულად ფიქრობს და ეს მიმღებლობაც არ აქვს იმისა, რომ ელემენტარული შენი იდეა გაიაზროს, ან გაიზიაროს. ლიბერალი ფაშიზმს აწვევი. აი ეს არის მარტივი არგუმენტი და ვიდეოშიც კარგად ჩანს ლიბერალი ფაშისტები რომ ვართ, ეგეთი. ხოდი ის ვიდეოში არც ხა ლიბერალ ფაშიზმზე მოკლედ რა ნარატივი არსებობს ამაზე. ოღონდ ამ საინტერესო ვიდეოს აუცილებლად ნახავთ, დართული იქნება და მგონია რომ თქვენც მოგეწონებათ და თქვენც ცოტა იხალისებთ ხო წეს ვიდეოებზე. იმიტომ რომ თავიდან ჩვენ რო ვუყურებდით, ცოტა შოკი გქონდა პირველი. ლიბერალიზმი გადავიდა ლიბერალურ ფაშიზმში. რომელი ლიბერალური ფაშიზმის გამოვლენა ჩვენ აგერ გვაქვს ახლა რაღაცები თქვენ ძალიან ნაკეთრი კაცი ხართ ვიცი და რაღაცა ცოტა მეც ამიგითხავს მაგრამ ამისთანა რაღაცა თუ წაგიკითხავს თუ კაცი ხარ სადმე ეს მონაკვეთი განსაკუთრებით მიყვარს ქვეყნის წინააღმდეგობის ისტორიაში ან საერთოდ რაიმე ადამიანურში საჭმელში ჩაუფურთხე კაცო გაგიგონია სადმე წაგიკითხავს სადმე ხო აი მესმის რაღაცა ეს არის ხოლმე ცოტა ვერ გავიგე გადასვლა შე ყორავთ მართლა ვერ გავიგე ის სამლომე სალამადაშვილის რომ შომე კითხავს მე საშუალს არ აძლევენო კაცო და უნდა ჩააფუთხოს აბა რა უნდა ქნასო ამართლებს რო გიქ ამართლა ახლა ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი ახლა ეს როგორ გეკადრებ კაი, იგივე ნარატივს ამეორებს და იდეაში თუ მოგინდებათ უყურებთ რა ამას ხარ არ გაგვეწელოს. ლინკებს დავურთავთ რა თქმა უნდა. მაგწერაში ეს ლინკები ვიდეოებისგან წავიღეთ, იმ ლინკებს დავურთავთ და თავად შეგიძლიათ გადახვიდეთ და პლატფორმა იხილოთ და ის ვიდეოების, რომელიც ამ სოციალურ ქსელს უდევს. ხო, რას ფიქრობ შენ აი რა გონიათ ლიბერალური ფაშიზმი ხარ? მარტო ამით არა რაც გავიგე აი რა გონიათ ლიბერალური ფაშიზმი? აი რაღაცა რომელი აი ჯერ ლიბერალური ფაშიზმი, კაი, მესმის ან ულტრამემარჯვენეების ნარატივი არის, რომ აღარ არის ლიბერალიზმის, რაც ადრეული გაგებით იყო და უკვე რაღაცა განსხვავებულ აზრს თრგუნავს, ნაცვლად იმისა, რომ ლიბერალიზმი რა იყო, ხო? კუბომდე იმას დავიცავ, საფლავამდე იმას დავიცავ, რაც რეალურად შენი აზრია, ხო? აი ეს იყო ლიბერალიზმი. ეხლა მეგობრებო, როდესაც ლიბერალურ ქვაბში ხარ შევთ ყველას ერთობლივად ლიბერალური ფაშიზმის. ხო, ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ პირადად მე არაფერი მაქვს საერთო მემარჯვენე იდეოლოგიასთან. საერთოდ არაფერი მაქვს მემარჯვენე იდეოლოგიასთან საერთო. აქედან გამომდინარე, არ ვიცი ამ მამაკაცმა იცის თუ არა, მაგრამ ახალგაზრდების უმეტესობა ზოგადად საერთოდ მომწყდარია მემარჯვენე იდეოლოგიებს, მარტივად რო გითხრათ და მემარცხენეობა ისი არზუს ყოფილა აღმავლობაში, როგორც ახლა. ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს და ეს 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი რაღაცა პერიოდი ხო გახსოვთ არა? ეს პერიოდი მაშინ დადგა, როდესაც Amazon-ზე ყველაზე გაყიდვადი წიგნი რომელი იყო? მარქსის კაპიტალი. ეს პერიოდი დადგა და ამას წინაპირობა ძალიან დიდი ქონდა. არ ვიცი ხა ეს კაცი ადევნებს თუ არა თვალს, მაგრამ იმ პირობებში, სადაც სტუდენტს ელემენტარული საცხოვრისი არ აქვს, სადაც მუშაობა გსურს, მაგრამ ფიზიკურად ვერ იწყებ შრომას, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, შენი აკადემიური მოსწრება რადიკალურად უნდა დავარდეს. დაამთავრებ ბაკალავრიატს და სახელმწიფო უბრალოდ დუალისტურ განათლებას არც კი გთავაზობს საწყის ეტაპზე თუნდაც
და ესეც არ დაგავიწყოს თანამედროვე რეფორმების შედეგად ის განათლების ხარისხის ვთქვათ არ აღიარება, ეს ცალკე თემაა კიდე, ხო, რა განათლების ხარისხია. ჩემი აზრით ეს ამ იდეოლოგიის ასე ვთქვათ განვითარება იმან მოიტანა, რომ აი ეს პრობლემები, რომელიც დღეს სოციუმში გვაქვს და ეს პრობლემები ძალიან ბევრია და მგონია, რომ თვითონ საზოგადოებაც ხვდება უკვე ამას რამდენად ბევრი პრობლემა გვაქვს. აი ამ იდეოლოგიის ასე ვთქვათ პოპულარიზაცია ზუსტად მაგან მოიტანა, რომ ხვდებით, რომ ის სოციუმი უკვე რაღაცა იძირება სიღარიბის დონე, თუმცა აი ბევრი პრობლემას რო აღარ მოვედოთ და ყველაფერი ცალ-ცალკე რო არ განვიხილოთ, მგონია, რომ საზოგადოების წევრები თვითონაც ნახულობდნენ რა პრობლემებიც გვაქვს რა და აი ჩემი აზრით ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასე ვთქვათ გაპოპულარდა და აი ერთი რაღაცის დამატება მინდა კიდე რომ თვითონ ამ მემარცხენე იდეოლოგიის მიმართ ზოგადად ამ თაობას აქვს ცოტა ისეთი დამოკიდებულება და რატომ რაღაც მგონია რომ ეს საბჭოთა კავშირის გავლენა იმდენად დიდი იყო რომ თავისთავად ესეთი ძალიან ისეთი ცუდი ხედვა ჩამოუყალიბა და არა მარტო ამ ასაკობრივ ზღვარს არამედ შეიძლება ვიღაცა ახალგაზრდების ნაწილიც იყოს რომელიც ასევე ფიქრობდეს სამწუხაროდ და აი ეს ყოველივე მგონია რომ ერთდროულად მოქმედებს და ეს დაპირისპირება მაგიტო წარმოიქმნება რომ ეს აზრთა სხვაობა იმდენად დიდია და ეს აზრები იმდენად ვერ თანხდება ერთმანეთთან რომ მე სოციუმში ამ რაღაცა ასე ვთქვათ დაპირისპირებას იწვევს საბოლოოდ და რეალურად ამდენი პოლარიზების ზღვარზე როცა ამდენ რაღაცა ნაწილებად ვართ საზოგადოება დაყოფილი და რეალურად იმდენად დაბნეულები ვართ რომ არ ვიცით ვის მივეკუთვნებით და რას მივეკუთვნებით ძალიან რთული აღმოაჩინა ამ ყველაფრის ფონზე საკუთარი თავი და საკუთარი ხედვა რას გინდა რომ მიეკუთვნებოდა რეალურად იმისა რომ გარდა იმისა რომ ეს შეიძლება რაღაცა თეორიულ დონეზე იცოდე რა არის მაგრამ აი ამ გზის გაკვლევა ძალიან გიჭირდეს ამ ყველა პრობლემის და ამ აზრთა სხვადასხვაობის გამო კი და მეორე მომენტიც არის ახლა ხო არის რაღაც ამ თაობაში ის რომ აი მემარცხენეობა ზოგადად ეს რაღაც საბჭოთა კავშირთან არის ასოცირებული ხო მეგობრებო იმ პერიოდში როდესაც თქვენ ევროპულ ინტეგრაციას მოითხოვთ ამას მხარს უჭერთ მე მინდა გითხრათ რომ ევროპაში ხა რეფორმების სერია თუ ოდესმე განხორციელდა და ეს აუცილებლად მოხდება ეს ნორდიკულ სოციალიზმს ითვალისწინებს პირდაპირ მნიშვნელობით თქვენ როდესაც ლაპარაკობთ იმაზე რომ აი რატო გინდა ევროპა ხო ომუშ ევროპის შემწეობა მინდა და ის მინდა რომ ელემენტარული დაზღვეული ვიყო რომ იპოთეკურ სესხს რო იღებ ელემენტარული სამართლიანი იყოს ხო ეს პირობები და არ მასახლებდეს ვიღაცა მევახში ხო და მარტო ეს არ არის ახლა ევროკავშირი როდესაც გინდა შენ ავტომატურად სოციალური სახელმწიფოს იდეას უჭერ მხარს და შენ ეს პრობლემა არ არის იმიტომ რომ კონსტიტუციაში სოციალური სახელმწიფო გვიწერია რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ხო და ლიბერალურ ფაშიზმს როდესაც შეაწერა ახალთაობას ეს ასე უდნავადაც კი არ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ არაფერი მაქვს საერთო მემარჯვენე იდეოლოგიასთან მით უმეტეს ფაშიზმთან სამარცხვინოა უბრალოდ და ძალიან მარტივად შეუძლიათ ამ ადამიანებს რომ ეს რაღაცა იარლიყი უცებ მოგაწებოს აი არ შეუძლია მოგისმინოს აი რომე ვინმე მოსულა შენთან და აი საუბარი უცდია აი რატო ფიქრობ ასე ვინმე მოსულა აი ჩემთან არ მოსულა და აი რაღაცა არ უცდია რომ ჩემი აზრიც გაეგოთ და ესე უბრალოდ შეუძლია რომ გადაგიწყვიტოს და მოდი შენ ეს ხარ იმიტომ რომ ესა იქცევი მაგრამ რეალურად ამ ქმედების არსს არ უღრმავდება ჩემი აზრით ანუ ყველას აქვს განსხვავებული ინტერესები ვინც პროტესტში მონაწილეობს ხო ერთი არის რომ ახალ არჩევნებს მოითხოვენ ხო ყველანი მოვითხოვთ ვიცი დგავართ ხო ეს ერთი მაგრამ აპრიორი ჩვენ განსხვავებული იდეოლოგიას აქვე დავამატებ, რომ თავისუფლება სისტემის ტყვეებს და იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ ბრძოლაში იყვნენ ჩართულები და სამწუხაროდ დღეს დაკავებულები არიან და იმედი მაქვს ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე. ოღონდ ჩემი აზრით აქ ის არის, რომ კიდევ რაღაცები გვაქვს დასამატებელი ამ სხვა მოთხოვნებთან ერთად. კი, და ეს აუცილებლად მოხდება, როდესაც ლეგიტიმური ხელისუფლება დარწმუნებული ვარ ხელისუფლებაში მოვა. და რაც ყველაზე მთავარი, იცით რა არის? ხელისუფლებად რამდენად წარმომიდგენია ოპოზიცია, ხო? მე მახარებს ის, რომ ოპოზიციურ ძალას ცოტა ხნის წინ შეემატა ახალი ძალა და დარწმუნებული ვარ, როდესმე გამოვიღვიძებთ და სწორი იდეოლოგიური ორიენტაციის პარტიას დაუჭერთ მხარს, იმიტომ რომ ნეოლიბერალური დღის წესრიგი ნულოვანი ინტერესით შეიძლება ამ ეტაპზე წარმოადგენდეს არა მხოლოდ საქართველოს, აი ნებისმიერი ინდივიდის ინტერესებს. ფაქტობრივად რაღაც პატარა პერიფერიად გვაქციეს, ხო და ამას ვნახავთ, ანაკლიის სპორტის ხო ძალიან ახარებს და მაგაზე შევეხებთ. აი ამ იდეოლოგიის გავრცელება ლიბერალიზმის კუთხით რომელიც არის, მგონია რომ უფრო მეტად გამოიწვევს საზოგადოების დაყოფას და შესაბამისად უფრო ცუდ მდგომარეობამდე მიგვიყვანს. ეს არის ოღონდ ჩემი აზრი, ყველას საკუთარი აზრი აქვს და ჩვენც გვაქვს ჩვენი სახელმწიფოები პირველ რიგში იმიტომ მოგწონდა რომ ეს იყო საყოველთაო კეთილდღეობის და რაც მთავარია სამართლის და ადამიანის უფლებების დამცველი ქვეყნები და ახლა ყველაფერი იცვლება და სწორედ თქვა პრემიერმაც რომ ეს
ბრიუსელი დღეს მიმზიდველი არ არის, ნამდვილად ამ თავისი ქმედებებით ტენდენციურია იგივე საქართველოს მიმართ. ასე რომ მე მივესალმები იმ გადაწყვეტილებას, ეს არის ძალიან ფიქსირებული ნაბიჯი. აი, ერთს ვიტყვი ამაზე, რომ ამ ქალის კრიტიკა შეიძლება ჩავთვალოთ აი ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან ყველაზე უფრო ჯანსაღად რა. და რატო ეხა? აი ალტერნატივა გერმანიას ვახსენებთ ხა და იდეაში უკვე ვახსენე ხო? რეალურად ყველა ულტრამემარჯვენე პარტია ევროპაში აჟღერებს იმავეს ხო, რომ რაღაცნაირად დაკარგა ევროპამ საკუთარი შინაარსი და აღარ არის ეს რაღაცა ეკონომიკური კეთილდღეობის სახელმწიფო და ყველაზე უცნაურიც რა არის. თან ამბობენ რომ აი ხა საქართველოშია პირიქით ამბობენ რომ ეკონომიკური სარგებელი არა გვაქვს, ტენდენციურია საქართველოს მიმართ და ყველაფრის მიმართ და რაღაც ეს ზოგადად ევროპული ინტეგრაცია რაღაც უტილიტარისტული მოტივით არის ხო განპირობებული და ეს არის ძალიან მარტივი ტყუილი, იმიტომ რომ ერთი მხრივ ულტრამემარჯვენე ძალების გარკვეული ნაწილი მოითხოვს რომ რაც შეიძლება შეამციროს პირობითად ეს გადასახადები ევროპული სახელმწიფოსათვის იმისათვის რომ აღარ დაიბეგრონ ნაცვლად იმისა რომ ხა დაზღვევა როგორ უნდა გასცეს ხო სახელმწიფო ბუნებრივია რომ გადასახადები უნდა გაზარდოს ხვანაირად ვერ იცავს და ვერ გავიგი ანუ თან ამბობენ ულტრამემარჯვენე ძალები ევროპაში რომ აგერ გადასახადები შეამცირეთ ეს სოციალური წესრიგი გეყოთ ევროპაში აუცილებელია ნეოლიბერალური წესრიგი და აგერ საქართველოში კობახიზე გვეუბნება რომ სოციალური წყობილება აღარ არისო სარგებელი აღარ გვაქვს და მე მივხვდი რომ ევროპა ეს არის მარტივი პროპაგანდა ხო იტყუები აი ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფო ელემენტარული ჭირდება იმიტომ რომ უკვე ვახსენეთ ხო ეხა ფაქტობრივად უმუშევრობით რამდენი ოჯახი იტანჯება ძალიან მარტივად რო ვთქვა და დღესდღეობით პარტიები როგორც არის გახარიას წინასაარჩევნო დაპირება რა იყო ხო უმუშევრობის შემწეობაო ლელოსი რა იყო პენსიების ზრდა ანუ ერთია რას ამბობენ ტელევიზორში მეგობრებო და მეორეა რას ამბობენ პირად საუბრებში იმიტომ რომ არ ვიცი ხა რეგიონალურ კონფერენციაში შეიძლება არჩევნებამდე ჩატარდეთ და ვიღაცები ესწრებოდით და იქ ლელოს პარტიის ერთ-ერთი წევრი იყო მეორე მე გუბაზის ბიჭნაძახი და ისიც იყო წარმოადგენელი და რა თქოს ეხა თან გპირდებიან რომ ნებისმიერ ეკონომიკურ პრობლემას მოგიგوارებ და მეორე ხელით სკოლების პრივატიზაციაზე ლაპარაკობდნენ და იმას ვამბობ აი წყალი რო არ გავა სკოლების პრივატიზაციაო საცხოვრებელს რომ მოითხოვდო საცხოვრებლის პრივატიზაციაო და ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტი როგორ შეიძლება არსებულიყო და არ ვიცი ეხა რა მოცემულობაში გაიზარდნენ ეს ადამიანები ალბათ გუბაზის ბიჭს არასდროს არ უჭირდა მაგრამ ჩემი მშობლები ელემენტარული სკოლის ფულს ვერ გადაიხდიდნენ ორი შვილისთვის და ალბათ ყველანი ესე ვართ ხო არ ვიცი მართლა სად იზრდებოდნენ რა სამეგობრო წრე ყავდეთ მაგრამ ჩემ სამეგობრო წრეშიც ეჭვი მეპარება ვინმეს რა არა მარტო სამეგობრო წრეში ეს არის ზოგადი მოცემულობის პრობლემა თუნდაც ანუ არა ვიღოთ ერთი არეალი და არ იყოს განზოგადებული მხოლოდ თბილისის მასშტაბზე ეს არის საქართველოს მასშტაბი ეს არის რეგიონის მასშტაბი ანუ რეალურად რამდენი ადამიანია რომელსაც რეალურად არ აქვს მაგის საშუალება ხო და ეს ძალიან მარტივად ნათქვამია რომ აი პრივატიზაციას დაუჭიროთ მხარი და ერთია რომ თან იდეოლოგიური ინდოქტრინაცია ხო უნდა ხდებოდეს რაღაცნაირად და რა ხდება თან ამბობ რომ ახალგაზრდა მხარდამჭერები მინდა და ამავე დროს თანხმედროვაში არ მოდიხარ იმ საჭიროებებთან თან ეკონომიკურ საჭიროებებთან რაც აუცილებელია ხო ახალი თაობისათვის და დამიჯერეთ პრივატიზაცია არავის ინტერესებში არ შედის და რაც უფრო მეტი მიწის პრივატიზაცია მოხდება რაც უფრო მეტი ბიზნესის პრივატიზაცია მოხდება ეს გავლენებს თქვენ იმიტომ რომ ოფშორის კანონი ხო მიღებულია ეს ერთი და თქვენი საყვარელი ბიზნესმენები მართლა გათავისუფლებულები არიან გადასახადებისაგან ეს ერთი რეალობა და ევროკავშირი ზუსტად იმიტომ არ უნდათ მეგობრებო რომ ევროკავშირს საკუთარი რეგულაციები აქვს ელემენტარული როგორც ვახსენეთ ანუ იპოთეკურ სესხს რო იღებთ იმას საკუთარი პირობები აქვს და სასამართლო უნდა გადაამოწმოს რამდენად სამართლიანი ეხა ნახავდით ალბათ TikTok-ზე შენ თუ შეხვდებოდა 26000 ლარის სესხი მისცეს 19 წლის ბიჭს და ეხლა ვეღარ იხდის ნახე ხო შეხვედრა არა მაგრამ ხო მსგავსი სიტუაცია იყო და ამერიკაში მიდიოდა ხო ვიცი რომ თქვენც ნახავდით რა ეხლა რამდენად სამართლიანი იყო ეს სტუდენტისთვის აღარ საინტერესო იყო თვითონ ბანკი დაუკავშირდა პიროვნებას და თვითონვე შესთავაზა ეს შესაძლებლობა რომ მქონდა კი ზუსტად საქართველოს ბანკიდან იყო ხო ხო ეს პატრა აი მევახშეების ბუდე ხო ზოგადად ეს ბანკების პრობლემა ცალკე საერთო პრობლემა, მაგრამ ერთი ევროკავშირთან დაკავშირებით და ზოგადად ნუ იმაზე დასაწყისშიც ვახსენეთ, რომ ეს ნარატივები როგორ შეიძლება რუსეთის ასე ვთქვათ სიმპათია გააღვიძონ ჩვენში, ანუ ეს ყველაფერი ხო იმისთვის მუშაობს, რომ საზოგადოების რაღაცა აზროვნებაზე იმოქმედონ და ერთი რაღაც მაინტერესებს, როცა გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი აქ ჭირდება და ევროკავშირმა თავისი ღირებულებები თითქოს და დაკარგა.
მე მაინტერესებს იმასთან დაკავშირებით რას ფიქრობენ, როდესაც საქართველოს რეალურად მიღული არის რუსულ ეკონომიკაზე და დამოკიდებულია რუსულ რესურსებზე და მე მაინტერესებს იმაზე რა სიტყვენ 2006 წლის შემთხვევა როცა იყო და როდესაც თქვა ელექტროენერგია და სხვადასხვა რესურსების მიწოდება საქართველოს შეუწყვიტეს რეალურად და არ გაქვს ამ შემთხვევაში ეს ალტერნატიული პარტნიორები არ ყავს რომ ეს რესურსები სხვაგან მოიზიდო და მაინტერესებს იმაზე რას ფიქრობს ეს თუნდაც რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში როგორ აისახა ეს ყველაფერი ჩვენზე და საქართველოს ეკონომიკაზე და მაშინ ამ ყველაფერს როდესაც ხედავ და ეს ყველაფერი როდესაც ნათელია მაშინ რატომ მეუბნებით რომ არ არის საჭირო თუნდაც ევროპელი პარტნიორები ან ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ამდენი რუსული კომპანია რომელიც საქართველოში დარეგისტრირდა და ძალიან ცუდია ეს საქართველოს ხელისუფლებამ პირიქით ხომ და იმუშაოს იმაზე რომ ეს სხვა პარტნიორები მოიწეს მაგრამ რეალურად ინტერესები ვიცით რაც არის და შესაბამისად სხვა გზით წავდნენ რომელიც ჩვენ დაგვყვავს რა თქმა უნდა მაგრამ მე მაინტერესებს ასევე ეს ხალხი როდესაც ამ ყველაფერზე გვესაუბრება რამდენად მოწონს რომ აი რუსეთზე ამდენად დამოკიდებულები არიან და აი პირობითად რა ალტერნატივას ხედავენ ამ შემთხვევაში როცა არ ყავს სხვა არავინ და მაქსიმალურად დამოკიდებული ხარ ამ ყველაფერზე. ხო, ანუ არადა რეალურად ყავს ხო ალტერნატივა არსებობს ხო და ეს არის ევროპის სახით, მაგრამ უყურე აქ კონკრეტული სახელმწიფოებია და პოლონეთი უკვე მერამდეჯერ ვახსენეთ ხო აქ და პოლონეთს და ჩეხეთს 2016 წლიდან აქვს სამი ზღვის ინიციატივა და ეხლა აი რა ხდება ხო კასპიის რეგიონი რო დააკავშიროს ზოგადად თურქეთის გავლით ეს რაღაც საქართველოს დასავლეთთან. ეს არის აი სტრატეგიული ობიექტი ხო და საქართველოს ზოგადად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აი, ხო არის პატარა სახელმწიფო, მაგრამ რამდენი დერეფანი გადის, ხო აქვს და აი რაღაცა დამაკავშირებელი ხიდი ეს არის რაღაცა მართლა ღვთიური მადლი, მარტივად რა ვთქვათ რა და როდესაც ხელისუფლებას უბრალოდ არ აქვს იმის პოტენციალი, რომ ჭადრაკი ითამაშოს, ხვდებით? აი, ზოგადად გეოპოლიტიკაში არ არსებობს ეს რაღაცა მუდმივი მტრების, მუდმივი მეგობრების კონცეფცია, არსებობს დროებითი მეგობრები, დროებითი მტრების კონცეფცია და როდესაც ამას ვერ იაზრებს პოლიტიკოსი, ბუნებრივია რომ ის სტრატეგიულად უბრალოდ ვერ იმოქმედებს. ანუ ფაქტობრივად რუსეთის პორტი რაც აქვს, ნოვოროსიისკის პორტი, ხო? ამ რუსულ პორტსაც კი უქმნით ერთგვარად საფრთხეს იმით, რომ ჩვენთან ეხა რაღაცნაირად დერეფანი მართლა წარმოიქმნას და ეს სამი ზღვის ინიციატივა რა ითვალისწინებს ხო რომ ფაქტობრივად ერთია რომ სავაჭრო პოტენციალი აქვს და კომერციული დატვირთვა აქვს მაგრამ მეორე მხრივ პოლონეთს რა უნდა ხო აღმოსავლეთ ევროპაში უბრალოდ გააძლიეროს სამხედრო ძალა და ეს როგორ უნდა მოხდეს პირველ რიგში ხო ნატო უნდა შემოვიდეს და ნატოს უნდა შემოესწრებოდეს აღმოსავლეთში და ფაქტობრივად ნატოს პოზიცია პირველ რიგში შავ ზღვაში უნდა გამაგდეს ხო და იმის გათვალისწინებით რომ უკვე ჩინური კომპანია შემოვიდა ხო და ფაქტობრივად ჩინური კაპიტალი შემოვიდა საქართველოში ამ ახალი ანაკლიის პორტით ეს არის კატასტროფა კიდევ ერთხელ იმიტომ რომ ფაქტობრივად აი ისტორია რო გაიხსენოთ ხა მაგალითად აი ყირიმის ანექსიის შემდეგ ფაქტობრივად რუსეთმა რა გააკეთა წვნები ზუსტად აქ დაიწყო შავ ზღვაში და გადაკეტა კიდევაც შავ ზღვის ტერიტორია და იმ პერიოდში უბრალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვეღარ შემოესლებოდა შავ ზღვაში და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ინტერესიც ჰქონდათ რომ იმ პერიოდში ზუსტად ამერიკის შეერთებულ შტატების დახმარებით მომხდარიყო ანაკლიის პორტის აშენება მაგრამ თქვენ ჩვენ მოსაყოლმა ბიზნეს ეივანიშვილმა პორტის მშენებლობა ფაქტობრივად შეაჩერა ხო და ამას შევეხებით აუცილებლად იმიტომ რომ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური თამაში მიმდინარეობდა და ფაქტობრივად ამ პერიოდში საკმაოდ დიდი თემაა განსახილველად და ამას ალბათ ცალკე სივრცე მიეძღვნება რომ ცალკე განვიხილოთ მაგრამ უცხოს ვიდეოს მაინც შევეხებით ხო, უცხო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და განსახილველი პერსონაჟი არის YouTube სივრცეში, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს ამბობს და ჩემი აზრით აუცილებლად განსახილველი. ბოლომდე ვერ შევჯერდი პროპაგანდისტია თუ არა, იმიტომ რომ მართლა შეიძლება ხომ რეალურად რასაც ამბობს. ჩემი აზრით ძალიან საკმაოდ კარგი მოთამაშეა. შეიძლება. სახეობური ნიჭიც აქვს საერთოდ. ხო და ნუ რეალურად ახლა გეოპოლიტიკური თამაში მიმდინარეობს და მარტო ანაკლიის სპორტზე არ არის ხო ეს დააკავშირებული აქ ნატოში ინტეგრირებაზე წინააღმდეგობაზეც იყო აქ ლაპარაკი და ნატო შენ გჭირდება და ერთია რომ აი როგორ უნდა აგირჩიოს ხო ორგანიზაციამ ზოგადად ნებისმიერ სუპრანაციონალურ ორგანიზაციამ შენი საჭიროება უნდა დაინახოს და უბრალოდ საჭიროება გააქვს მაგრამ კარტებს სწორად ვერ ათამაშებ ძალიან მარტივია შავ ზღვას შემოსვლა და პოზიციების გამტკიცება სჭირდებოდა ნატოს უბრალოდ ვერ იმოქმედეს სწორად. აი მე კიდე ერთი რაღაც მეინტერესებს, აი მეზობლებზე იყო ერთ-ერთ ვიდეოში საუბარი და აი მეზობელი არის თურქეთიც, ხო? ხო. და აი თურქეთმა 50 წლის განმავლობაში როგორ მოახერხა რა აი განავითარებინა საკუთარი ქვეყანა და რის ხარჯზე? ესეც ხო საინტერესოა. და არ ვიცი, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს სვავს, რომ ეს ხალხი ამ ყველაფერს უყურებს და მაინც გვეუბნება, რომ არა არ გჭირდება. არ გჭირდება. რატომ არ გჭირდება? ანუ დაწერეთ.
რატომ არ გჭირდება ევროკავშირი? აი, სადღაც თუ ამ ვიდეოს ნახავთ, კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი არგუმენტები, იმიტომ რომ მართლა გვაინტერესებს და მე ეს არგუმენტები განვიხილოთ, ლოგიკურად განვიხილოთ. აგერ გეუბნებით, რომ დაზღვევა აუცილებელია, ხო, ძალიან ბევრი ევროპულ სახელმწიფოში და ელემენტარულად თქვენ ეკონომიკურ საჭიროებებს არის ეს მნიშვნელოვანი არსებითად რა. სხვა ვიდეოს გადავიდეთ. კი, ანუ ზოგადად ვიდეოები არის საკმაოდ ძალიან ბევრი, მაგრამ ანუ ეს ვიდეო ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს და ძალიან ბევრ რაღაცას რომ არ შევეხოთ, სამწუხაროდ არის ესეთი ფაქტები, მაგრამ რომ არ შევეხოთ, ერთ-ერთი ვიდეო იყო, ერთ-ერთი ქალბატონი საუბრობდა ხელოვან საზოგადოებაზე და ალბათ აქ უფრო მეტად აქცენტი გაკეთებულიყო თეატრის მიერ ასეთ დაგეგმილ აქტივობებზე, როდესაც რეგიონებში უნდა გასულიყო თავისი პერფორმანსი უნდა წარედგინათ. და ეს ქალი ამბობდა, რომ ანუ ისინი არ ქმნიან სახელმწიფოს, სახელმწიფო შეიძლება შექმნას მუშამ, შეიძლება შექმნას სხვადასხვა ადამიანმა, რა ვიცი, პურის მცხოვრებელმა, მაგრამ არ შეუძლიათ თურმე შექმნას სახელმწიფო ხელოვანმა ადამიანებმა. და საკმაოდ საინტერესოა რატომ არ შეიძლება. ჯერ ერთი იქიდან დავიწყოთ, რომ სახელმწიფოს თითოეული ადამიანი ვქნით, ანუ ჩვენი მოვალეობა, ასევე მოქალაქეობრივი მოვალეობაა, რომ ანუ რაღაცა წვლილი შევიტანოთ ამ სახელმწიფოს თუნდაც მშენებლობაში, ხო? და ერთ-ერთი ავტორი ამბობს, ესეთი ციტატა არის, ბრეხტი ამბობს, რომ თეატრი არის საზოგადოების სარკეო. და რატო არის საზოგადოების სარკე? იმიტომ რომ ეს ადამიანები თავისი კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ და ამ ყველაფრის ჩვენება ამ რაღაცა პერფორმანსის სახით გადაწყვიტეს. ეს იყო ერთ-ერთი რაღაცა მამხილებელი ქმედება ამ სისტემის და როდესაც ეს ადამიანები თავის, თქვათ, სამსახურს თმობენ, თავის დროს უთმობენ ყველაფერს, ეს ქალბატონი ამბობს, რომ ისინი სახელმწიფოს არ ქმნიან. და რეალურად თქვენი აზრით ხელოვნებას მიეკუთვნებიან მწერლებით თავისთავად, ხელოვნებას მიეკუთვნებიან მხატვრებიც და აქცენტი შეიძლება თეატრზე იყოს, მაგრამ მაინტერესებს რომ არ ყოფილიყო ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომ არ ყოფილიყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ამ ყველაფერს თავისი სიტყვებით, თავისი ნაწარმოებით გადმოსცემდნენ. ისინი ხო თავის კვალს ამ ისტორიის რაღაცა პოეტებსაც შეეხო, ხო, რომ პოეტები არ ქმნიან პოლიტიკას, ეს თქვა. კი, ანუ ამ ქალბატონის აზრით ხელოვნანი ადამიანები არ ქმნიან პოლიტიკას და ჩემი აზრით, არ ვიცი, აი თვითონ როგორ უნდა გააკრიტიკოს, ანუ აი წარმოუდგენელია, უბრალოდ დაფიქრდი, როგორ არ შეიძლება, თუნდაც აი ინდივიდი აიღე, როგორ არ ქმნის ინდივიდი, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ის ხო მარტო ხელოვანი არ არის, საქართველოს მოქალაქეც ხო არის ამავდროულად და ის რანაირად არ ქმნის პოლიტიკას. ისედაც ანუ ისტორიულად რო გადახედო ხა, რავი, არ მარჯანიშვილი არ გაგიგიათ, ან ახმეტელი არ გაგიგიათ, ანუ თეატრი ჯერ ანუ ნახე საბჭოთა კავშირის მიმართ წინააღმდეგობა სადაიბადო ხო, ხელოვნება, ელემენტარული, ალბათ ხელოვნებაც არ უნდა ხი ამ ქალბატონს, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აი თუ შესაძლებლობა ქონდა ვიდეოს, აი სადმე აქ ჩავსავ ხო ფოტოს. აი რას ხედავს ეს ქალბატონი ამ ფოტოში ელემენტარული, ეგ არის საინტერესო, იმიტომ რომ იკითხება რა ერთია რომ დამოუკიდებლობა მოიპოვე, მაგრამ აი აქ ნიშნებას მოგცეთ, იმედია ვნახავ ამ ნახატს, აჩტილია რა, კაცი გადაცმული ამ ნახატში, ქართველის არის ბუნებრივია და რისი ანალოგია ხო, რომ აჩტილი დადის კომუნიზმის ევროპაში და როგორ ამარცხებ, ხო? ეს არის დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდი და რავალი ნახატია ასეთი და როგორ შეიძლება ელემენტარული მსახიობზეც აღარ არის ლაპარაკი, ხელოვნება მუდამ იყო წინააღმდეგობა. და პოლიტიკას კი არა და სახელმწიფოს არ ქმნისო, ხო? მოქალაქეა, ანუ საქართველოს მოქალაქეა, არჩევნებში მონაწილეობს, ხო მონაწილეობს, ესე იგი დღის წესრიგს განსაზღვრავს, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტია დღეს რაც არის, ხო, რაღაც ხმა მიიღო. ამან ხო მისცა ხმა? და მაშინ ვეღარ ხვდები უბრალოდ რას ნიშნავს პოლიტიკა თქვენ არ გეკუთვნით. პოლიტიკა ყველგან არის ძვირფასო. აბსოლუტურად. ცოტა ბოდიში და სულელური. მართლა სულელური იყო, ძალიან და აი თუნდაც გავიხსენოთ პიკასოს გერნიკა. და ანუ ეს ხო მასახავდა ომის საშინელებას და ეს ადამიანები რომ არ არსებობდნენ, ეს ხელოვანები რომ არ არსებობდნენ პირობითად, ანუ როგორ აღვიქვავდით ამ ყველაფერს, ანუ ვიღაცამ ხო შეიძლება დაგანახოს ეს ყველაფერი. რა ვიცი, ჯორჯ ორველის 1984 ავიღოთ და შეიძლება რაღაცები შენ არ გქონდეს გააზრებული ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ანუ როცა ითხოვ თუნდაც როდესაც აღიქვა ამ ყველაფერს ხო უფრო მეტად კარგად დაანალიზებ. შენ წინ წარმოიქნება. სულ რომ იქით იყოს რომ თქვათ ისიც შეიძლება თქოს რომ არა ესენი არ აქვს უფლება, მაგრამ ანუ ნახე ესენიც თავის საქმეს აკეთებენ თავისი პროფესიიდან გამომდინარე და ნათელია რომ აქვთ იმის უფლება რომ თავის პოზიციაც გამოთქვან და ამ ყველაფერში თავისი წვლილით შეიტანონ. მოკლედ, შემდეგი ვიდეო, რომელსაც უშუალოდ შევეხებით არის კიდევ ერთი პროპაგანდისტული ვიდეო.
მესმის რაღაც ბევრ რამეში შეიძლება დაეთანხმო ადამიანს საუბარია უცხოზე. ბევრ რამეზე დაეთანხმები იმ კუთხით, რომ კი ბატონო, ნანაკლისი სპორტის შენობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ ეკონომიკურ სარგებელთან. მაგრამ თავად ნანაკლისი სპორტის შენებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვინ ააშენებდა. და ამ შემთხვევაში საქართველოში შემოვიდა ჩინური კაპიტალი ხა. როგორც ვარდების რევოლუციის შემდეგ განსაკუთრებული ზრდით ეს რუსული კაპიტალი შემოვიდა საქართველოში, მათ შორის ხა ჩინური კაპიტალი ფიქსირდება. ეს კომპანია 2006 წელს შეიქმნა და დაახლოებით 35 შვილობილ კომპანიას ფლობს. ხო, ანუ ჯერ შვილობილ კომპანიებზე ჯორჯიან მანგანეზი თუ ვინმე მიცით, ძალიან დიდი სამართლებრივი პრობლემა წარმოიქმნება დავების გადაჭრის დროს, სწორედ იმიტომ, რომ ეს რაღაც შვილობილი კომპანიები შემოდიან და მე რომელიღაცა შეიძლება სთხოვდე, რომ რაღაცა კონკრეტულ რაღაცას პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ ის გეუბნება, რომ ჩემი პასუხისმგებლობა არის, ამიტომ რაც მეტი შვილობილი კომპანიაა და რაც უფრო მეტად არის ძალაუფლება დანაწილებული და ვალდებულებები მათ შორის ამ კომპანიებს შორის კატასტროფაა. და ეხლა აქ რა ხდება ძალიან მნიშვნელოვანი. ამ პორტის შენება 2016 წელს ხო ჩაიშალა, 2020 წელს ხო ჩაიშალა. და ბიზინა ივანიშვილი სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა, ჯერ კიდევ მაშინ, ვეცდებით რომ ეს ინტერვიუ მინიმუმ კომენტარებში დავლინკოთ, ნათქვამი აქვს და ძალიან დიდ პრეტენზიას გამოთქვამდა ხაზარაძის მიმართ, იმიტომ რომ ხაზარაძე იყო უშუალოდ კვირიკაშვილის პერიოდში ამ პორტის შენებაში ჩართული. და ეს ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ თავად ნანაკლისი სპორტი ჩინური დაფინანსების გარეშე უბრალოდ არ აშენდებოდა. თავად უცხოც ძალიან დიდი პოზიტივით უყურებს ამ ყველაფერს, მაგრამ ეხლა საქმე რაშია? 2020 წლამდე სანამ ბოლო წამს ჩაიშლებოდა ამ პორტის შენება, კიდევ ერთხელ სამართლებრივი დავის გამო, რომელიც ძალიან ხელოვნური იყო და უბრალოდ ბიზნა ივანიშვილს ძალიან არ მოსწონდა, ვიც აშენებდა პორტს და მას ჩინელები უნდოდა რომ შემოსულიყვნენ ამ შემთხვევაში, ალბათ რაღაცა გეოპოლიტიკური გარიგებაა, ბევრს ვერაფერს ვერ გავიგებთ. მაგრამ ფაქტი არის ერთი, შემოვიდა ჩინური კომპანია და 51%-იან საკონტროლო პაკეტს ფლობს ავარ ჩვენი სახელმწიფო. და ესეც დადებითად შეაფასა უცხო, მაგრამ ეხლა საქმე რაშია? მანამ არსებულ წლებში 2016-2020 წლებში რომელ 51%-იან საკონტროლო პაკეტზეა. შეიძლება ერთი შეხედვა დადებითად ჩანდეს რა, მაგრამ მანამ 0.1%-იც არ იყო, ხვდებით სახელმწიფოს წილი. ან ძალიან სიმბოლურ პროცენტზე იყო აქ საუბარი და ერთი შეხედვით რატომ უნდა იყოს ცუდი ის, რომ ხელისუფლება, თქო სახელმწიფო 51%-იან საკონტროლო პაკეტს ფლობს. ეხლა უყურეთ პრივატიზაციის სერიები, როდესაც დაიწყო თუნდაც ვარდების რევოლუციის შემდეგ და ვიცით რომ ჯორჯიან მანგანეზის პრივატიზაცია მოხდა ხო ამ შემთხვევაში. და ერთადერთი კომპანია იყო ისე რომ იცოდეთ, რომელმაც ლიცენზია მოიპოვა. იმიტომ რომ ერთადერთი იყო, რომელმაც მიიღო მონაწილეობა და იმის შემდეგ ხელისუფლებამ კორუმპირებულია ხო მთლიანობაში, იცით ეს ყველაფერი და რა გააკეთა ფაქტობრივად? ჩასვა იქ ერთ-ერთი დეპუტატი, ჩიქოვანი. ჯერ ხო კომპანია გააკოტრა 9 მილიონებიანი ჯარიმებით, რომელიც ვერ გადაიხადეს ფიზიკურად. მერე ეს დეპუტატი ჩასვეს და დღესდღეობით ერთ მარტო კითხვას დაგისვათ, ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის და მანგანუმის მოპოვებით გამიზრებული ჭიათურელი თუ იმის გინახიათ. არ არსებობს. და ფაქტი რომ ანაკლიის სპორტს გიშენებს, სადაც აპრიორი დასავლელი პარტნიორი უნდა შემოსულიყო. ყველა ვარიანტში დასავლურ კაპიტალს უნდა ეტრიალა, ხო? ბევრი ლაპარაკობს, რომ რა, ეხა დასავლურ კაპიტალზე დამოკიდებულებაა კარგი. ანუ არჩევანი უნდა გააკეთო რაღაც უკეთესსა და უარეს შორის, ხო? ეხა ვართ უკიდურესობაში. იმიტომ რომ ეხა ახსნა დაორწმუნებული არ მჭირდება, ჩინეთი რატომ არ შეიძლება გვინდოდეს რომ შემოვიდეს, ხო? ასევე საინტერესოა თვითონ ეს ჩინური კომპანია, რომელსაც წეგან ვახსენეთ, რომ შვილობილი კომპანიები ყავს და ეს შვილობილი კომპანიები სანქცირებული არის ამერიკის მიერ, როდესაც მათ ხელოვნური კუნძულების მშენებლობა გადაწყვიტა, რის შედეგადაც მან დიდი ზიანი მიაყენა მათ შორის ბუნებას და შესაბამისად სანქციებიც მიიღო ამის გამო. ამიტომ ესეც საინტერესო ფაქტია ჩემი აზრით ამ კუთხით, იმიტომ რომ სწორედ ეს კომპანია არის დღეს შემოსული ამ პორტის აშენების. კი, და ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ანუ აქ ხშირად ვახსენეთ, რომ რაღაც გეოპოლიტიკური კარტები არასწორად არ თამაშდება რა. ჩვენ ერთ რამეზე ვთანხმდებით რა. შენ ცუდი ურთიერთობა არ უნდა გქონდეს მეზობელ სახელმწიფოებთან. არც სომხეთთან, არც აზერბაიჯანთან, მათ შორის არც თურქეთთან. თურქეთს ძალიან აწყენინა ევროკავშირმა, ისევე როგორც, თუ ვინც არის, ხო, ბევრჯერ დაბრკოლდა თურქეთის ინტეგრირება ევროკავშირში და ეს ბევრი ფაქტორით იყო განპირობებული. მეორე მხრივ ჩრდილოეთ მაკედონიასაც აწყენინა გარკვეულწილად და დღეს იცით რომ ახალგაზრდები უბრალოდ ჩრდილოეთ მაკედონიის ტერმინს არც კი იყენებენ და პრეტენზია აქვთ უკვე ევროკავშირთან რომ ჩრდილოეთ მაკედონია გვაიძულეთ რომ გვეწოდებინა ჩვენი სახელმწიფოსათვის და ახლა ევროკავშირში ინტეგრირებას აფერხებთ ხო და აქედან გამომდინარე მაკედონიის ტერმინს ხმარობენ. ეს ახლა ცალკე ფაქტორებია რა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ერდოღანი არის პოლიტიკოსი რომელიც გეოპოლიტიკურად ძალიან კარგად თამაშობს და რა შეიძლებოდა რომ ზოგადად გაკეთებულიყო ხო? ერთია რომ ევროპას დიდი ინტერესი ჰქონდა ანაკლიის სპორტთან
და ეს განპირობებული იყო იმითაც, რომ მარტივია თურქეთი უბრალოდ ნატოს არ დაეხმარება იმაში, რომ ბოსფორისა და დარდანელის რუტები ფაქტობრივად ჩაკეტილი აქვს ხელშეკრულებით. ეხლა რა ხდება? ნატო ხო რაღაცნაირად უნდა შემოსულიყო შავ ზღვებში და პრობლემა ის იყო, რომ თურქეთს აქვს ესეთი რაღაცა პატარა კრიტერიუმი, რომელთაც რაღაცა 41000 ტონა თუ არის სამხედრო ხომალდი პირობითად, იმას დიდი ხანი არ აჩერებს რა წყალში და ეხლა შავ ზღვა იმის სტრატეგიული მნიშვნელობისაა ხო და ბუნებრივად ხო და უნდოდა რომ რაღაცა ისეთი ურთიერთობა ქონოდა რომელიმე სახელმწიფოსთან იქ კავკასიის რეგიონში, რომელიც იმის გარანტს მისცემდა, რომ შეიძლებოდა რომ სამხედრო ხომალდები შემოიყვანა ეხლა სარკინიგზო მარშრუტი რომ არის ორგანიზებული იცით ხო ეხლა რაღაც უნდა დააკავშიროს რაღაცნაირად ჩრდილოეთის სამხრეთთან ხო ამასაც გარკვეული მიზეზები აქვს ეხლა უნგრეთმა ბუნებრივია შეიცვალა რაღაც პოლიტიკური თამაში მაგრამ მიზანი ის იყო რომ სარკინიგზო მარშრუტით უნდა ესარგებლა კიდევ ერთხელ ნატოს იმიტომ რომ ნატო უნდა გაძლიერდეს და ევროკავშირი რომელიც აქამდე რაღაცნაირად ეკონომიკური ორგანიზაცია იყო სამხედრო შინაარსს უნდა შეიძინოს უკვე ამ თავდაცვა უნდა გაძლიერდეს და ამიტომ წამს რომ მაკრონი ამას იზავს გერმანიაში კიდევ ერთხელ დამოკიდებული ვართ არჩევნებზე რა მოხდება და როგორ მოხდება და პოლონეთი მზად არის სრულებებისათვის და იცით რომ 2025 წლიდან უკვე არის ეს ევროსაბჭოში თავმჯდომარეა ყოველ შემთხვევაში და თავდაცვის საკითხები ძალიან გააძლიერა თავად პოლონეთმა ასე რომ ნახოთ რა იქნება კონკრეტულად ამ შემთხვევაში მაგრამ ანაკლიის სპორტში ჩინეთის შემოსვლა ეს არის უბრალოდ კატასტროფა უბრალოდ უკეთესი იქნებოდა თუ რაღაცნაირად თურქეთთან ურთიერთობას დავალაგებდით, სომხეთთან ურთიერთობას დავალაგებდით და ეს რაღაცა დერეფნის საკითხებს მოვაგვარებდით. ამოღებული კონსტიტუციიდან ევროკავშირში გაწევრიანების მუხლი და რა თქმა უნდა ნატოში გაწევრიანების მუხლიც და ძალიან ისეთი არ არის ასე ვთქვათ არ უნდა დავტოვოთ ყურადღების მიღმა ის ფაქტი, რომ ტრამპის პირობებში საქართველოს ასე ვთქვათ თავს მოახვიეს ის, რომ საქართველო ჩართეს ასევე ნატოსა და საქართველოს ერთობლივი წვრთნების პროგრამებში და ეს კიდევ იმაზე მიუთითებს, რომ ტრამპი აგრძელებს ეს ასე ვთქვათ ცდილობს გაატაროს ის პოლიტიკა, რომელიც მიმართული არის მილიტარიზაცია, რეგიონების მილიტარიზაციაზე და ამაში უნდა ჩართონ ცდილობენ ჩართონ საქართველოს და საქართველოს პასუხი უნდა იყოს ძალიან კაცრი, ძალიან ხისტი და ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს. მოდი აქ შევარჩევოთ რა ეხლა, იმიტომ რომ მილიტარიზმის პოლიტიკას რაღაცნაირად მიყვება. ეხლა საწყისი რა არის, ხო, ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის მუხლები უნდა ამოვიღოთ. მაგას აღარ მიუბრუნდებით საერთოდ, იმიტომ რომ მგონი ვიდეოში საკმარისად ვილაპარაკეთ ამ ყველაფერზე და თუ კონსტიტუციაში რაიმე ცვლილებაზეა საერთოდ საუბარი ჯერ განსახილველია ისტორიულ კონტექსტში როგორ იცვლებოდა კონსტიტუცია, ხა? რა იყოს კონსტიტუცია არის მთლიანად პარტიულ თარგზე მოჭრილი. თანამედროვეობაში ეს უკეთ ჩანს ხო ამ თავრობის პირობებში, მაგრამ არც წინა ხელისუფლება იყო და ვიღაცა აუცილებლად ხა კომენტარებში აწერდა რომ ეს ნაცები, იმიტომ რომ შევეგუეთ აქამდე 3 ვიდეო ავტურთეთ TikTok-ზე და ხო ნაცები გვეძახის. არაფერ შუაში აქ ნაცობა და ხოცობა. თუმცა ისიც ანუ აქ ვეჭრა რო ქონდეს და ცოტა რო გადავხვევით, ჩვენი ერთ-ერთი პირველი ვიდეო ზუსტად იმაზე არის, რომ რატომ არ ვართ არც ნაცები და არც ხოცები და თუ კი ვინმეს მაინც გაუჩნდება კითხვა, შეუძლია TikTok-ზე ის ვიდეო იხილოს, ჩვენს გვერდზე დევს და ჩემი აზრით ამომწურავ პასუხს გასცემს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს თემა უკვე გავლილი გვაქვს და ამაზე მეორედ უკვე გავლა აღარ არის ჩემი აზრით ისე რომ ანუ არ მივეკუთვნებით არც ნაცებს და არც ხოცებს და ჩემი აზრით ეს რაღაცა პოლარიზებული რაღაცა და აი რაღაცა სტიგმა რომელიც სოციუმში არსებობს უბრალოდ უნდა გაქრეს. კი და ეხლა რაშია საქმე ხო? მიუბრუნდეთ თემას. იქ ეკონომიკურ მიზეზებზე ვილაპარაკეთ კონკრეტულად, რა დააშავა წინა ხელისუფლებამ და ამ წინა ხელისუფლებამ ისიც დააშავა ერთგვარად, რომ მოვიდეთ თუ არა სააკაშვილი, ხა ვიცით რომ 2013 წელს რავი ჯერ სუპერ საპრეზიდენტო ხელისუფლება მოხდა, მერე სუპერ საპრემიერო ხელისუფლება უნდა და არადროს არ უფიქრია იმაზე, რომ პოსტსაბჭოური წარსული ქონდა საერთოდ და აუცილებელი იყო, რომ დღეს რატომ არ აქვს წამი აი პარლამენტის ლეგიტიმურობა. იმიტომ არ აქვს პარლამენტის ლეგიტიმურობა, რომ ელემენტარული მუდამ ძალაუფლების კონცენტრირება ხდებოდა ერთი ორგანოს ქვეშ და ეს იყო პრეზიდენტი, ეს იყო პრემიერ-მინისტრი და ეს გააკეთა, ანუ თითქოს ეს სახელმწიფო იყოს რაღაცა მექანიკური ორგანო, რომელსაც უბრალოდ რაღაც ნაწილს გამოუცვლი, როგორც გინდა ისე ათამაშებ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ეკუთვნის ხალხს.
ამიტომ გვაქვს წარმომადგენლობითი დემოკრატია, ხო? ამიტომ უნდა ფუნქციონირებდეს წარმომადგენლობითი დემოკრატია, არა მარტო რაღაც იცი როგორ არის დღესდღეობით რაღაც ელექტორალური ავტორიტარიზმი. თუმცა ეს ეს ტერმინიც არსებობს. პოლიტიკური კულტურა, როგორც ასეთი ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს. ეს მეორე ფაქტორია. ფაქტორია. პოლიტიკური კულტურა ბუნებრივია, საერთოდ არ გვაქვს მონაწილეობითი კულტურა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს აპოლიტიკურობას თავი გავანებთ, ყოველი მეორე რაღაც ტრენდული სიტყვად იქ აპოლიტიკური ვარ, ანუ აქციებზე თუ არ დადიხარ აპოლიტიკური ხარ. აპოლიტიკური ვერ იქნები ფიზიკურად. სასამართლებელი საბუთი როგორ აუარო ამ ყველაფერს გვერდს, ანუ მაგიტო იყენებენ ჩემი აზრით. ხო და ანუ ცვლილებები, როდესაც შედის კონსტიტუციაში, ამ ხელისუფლებას აქვს დადანაშაულება და ამის და რაიმე ცვლილება თუ უბრალოდ საჭირო, ელემენტარული წინა საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა გადავხედოთ, იმიტომ რომ კატასტროფა ხდება ჩვენ კონსტიტუციაში, ელემენტარული არის კონსტიტუცია მათ შორის ევროპაში, რომელმაც უბრალოდ დროს გაუძლო, ხო, ეს არის ბრიტანეთის კონსტიტუცია, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია, საერთოდ არ ვახსენებ, ხო და ჩვენი კონსტიტუცია, რავი, ახალი ხელისუფლება მოვა და ამის ერთ-ერთი რაც აი რა შეიძლება გაკეთდეს, ხო? ბევრი სამართლის სტუდენტი ყავდა, მათ შორის პარლამენტში ძალიან ბევრი გვიწყო, აგერ კობახიძე. მიღებული პრაქტიკა არის ხოლმე, რომ აუცილებელი ამას პლურალისტური ვოტუმის უფლება ეწოდება რა, ძალიან მარტივი, რომ ხელისუფლება, რომელიც დაანონსებს რაიმე ტიპის ცვლილებას კონსტიტუციაში, მხოლოდ მეორე მოწვევის პარლამენტი თუ დააკანონებს, ეს რატო ხდება? ისეთ სახელმწიფოებში, სადაც აი პოლიტიკური კულტურა არ არის, როგორც თქვით რა, იქ საკუთარ თარგზე აჭრის ყველა ხელისუფლება და აუცილებლად გარანტია უნდა არსებობდეს იმისა, რომ გინდ სააკაშვილი მოვიდეს და გინდ ბიძინა, უბრალოდ ვერ გააკეთოს ის, რომ სახელმწიფო გიქციოს რაღაც მექანიკურ მაშინად, აქ მილიტარიზმის პოლიტიკასაც ეხება, ხო, ეს ადამიანი და ნუ ეხლა არ ვიცი ეს ვიდეო როდინდელია. პატარა მონაკვეთი გქონდა გამოჭრილი და ნუ ტრამპი ალბათ შეცვლილია პოზიციები იმის მერე, ტრამპი ფაქტობრივად უკრაინა მიატოვა, როგორც დიდი ალბათობით, იმიტომ რომ თან ძალიან ახალი ვიდეოც არის შესაბამისად. ხო, ანუ მოლაპარაკების მაგიდაზე ვიცით რომ აღარ სვავს უკრაინას, ევროპას ეუბნება იქ საერთოდ რა გინდათო და ერთსაც აქ ნათქვამი რომ კითხვა დაუსვეს ერთ-ერთ თემში, თუ იქნებოდა მოლაპარაკების მაგიდაზე ევროპა და ევროპას რა უნდა. და ამ დროს რა აქვს გეგმაში, ხო? გეგმაში აქვს ის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ეს კონფლიქტი მოგვარდებაო. ეს ბუფერულ ზონაში ვინ უნდა დაიცვას იცით საზღვარი? ევროპა. და თვითონ რომ ჩრდილოეთ კორეას, სამხრეთ კორეას შორის იცავს, ახლა ევროპამ უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ის ხარჯები, სამხედრო და ეკონომიკური, რაც ევროპამ უნდა განლოს და მათ შორის აქ ერთი დეტალია რა, ტრამპი ახლა ამბობს, რომ ამერიკა აღარ დაეხმარება. მეგობრებო, ამერიკაზე მეტად დღესაც ევროპას ყველა კი, ეს არის ფაქტი. პროცენტები ამტკიცებენ, ციფრები გვეუბნებიან ხო ამას და ეხლა როდესაც მეუბნები, რომ ევროპა მოლაპარაკების მაგიდაზე არ დავსვათო, ეს არის ელემენტარული სირცხული და ამიტომ ევროპის ადგილას უკვე შიდა კულუარული პოლიტიკა აღარც არის, ხო ეს გეგმები არის, რომ ევროპა გაძლიერდეს. ვასალური დამოკიდებულება უბრალოდ უნდა გაქრეს ევროკავშირში და ამას მოვასწავლეთ, იმიტომ რომ რაც უკეთებენ უკრაინას, ცოტა ხანში პოლონეთის საფრთხეში, ამიტომ აქტიურად ასწავლა. ისი არ ვქნათ მოდი რომ ტრამპმა შეგვატოვოს რუსეთს. იმიტომ რომ ეს გააკეთებს. ხო, ბოლო ცვლილებები რაც ხდება და ბოლო სიტყვები, თუნდაც ახალი მისწრაფებები არა მარტო ამ კონკრეტული მმართველობით, არამედ თუნდაც ისრაელის, თუნდაც პალესტინის მმართველობით, აი ყველაფერი ძალიან დასაფიქრებელია და რეალურად ამ გეოპოლიტიკურ საკითხებს მთლიანად ცვლის ეს ყველაფერი. კი, მაგიშვილიც იყო სხვათა შორის გამოსული და ევროკავშირმა საერთოდ აი ღირებულებები აღარ გაკავშირებს ევროკავშირთან და ფაქტობრივად გალანცხა რა ეს მთლიანი ევროპა და ამ დროს კაცო თვითონ თაისის თქვა რომ ის რა ქვია საქართველოსაც გაკრა ჩემი აზრით მაგ დროს კბილი რომ არჩევნებს არ აღიარებს ევროკავშირი რომ დამოუკიდებელ სურანის სახელმწიფოში და ტრამპმა რო წააგო წინა არჩევნები შტურმით იღებდა და რავი რეებს აკეთებდა კი გახსოვს ჩვენი ვიზე ლაპარაკოს ძალიან გთხოვ და დემოკრატიაზე რაღაცა მესიანიზმი სულ ახასიათებდა ამერიკის შეერთებული შტატის პოლიტიკას და ვიცით რომ ემიგრანტების მართლა დამოკიდებულება აქვს და ამ დროს ამერიკა ვისი ქვეყანაა ერი არის? კითხვა ეს. სასახად საინტერესო კითხვა. და რავი, მეორე ვიდეოზე გადავიდეთ? ნუ ყველაფრის ფონზე არ უნდა გავიწყოს, რომ ჩვენი მთავარი იდეა ამ ვიდეოს ის იყო, რომ რეალურად რამდენი ვიდეოც არ უნდა გამიხილოთ, ყველას მთავარი სათქმელი ის არის, რომ შეიცავს გარკვეულ პროპაგანდას, რომელიც საზოგადოებაზე ახდენს გავლენას. ან ყოველ შემთხვევაში უნდათ, რომ ეს გავლენა მოახდინონ. მაგრამ ვიღაცები არიან, ვისაც ვერ ახდენენ და სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს ამ ვიდეოებს განვიხილოთ საერთოდ და გვინდა, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ყველაფრის ფონზე, რაც ხდება თვითონ სახელმწიფოში, რაც ხდება ჩვენთან და გვინდა, რომ ამ თუნდაც ჩვენი ერთი ვიდეოთი რაღაცა ჩვენი გარკვეული სათქმელი ვთქვათ ამასთან დაკავშირებით და მართალია ამ ტროლბოტებს ესე
ფარით და ხმალით ვერ შევებრძოლებით და ვერ გავაქცრობთ რეალურად. თუმცა ჩემი აზრით აუცილებელია რომ საზოგადოება მისწავლოს რაღაცა ტყუილის და სიმართლის გარჩევა ერთმანეთისგან და რეალურად ის ინფორმაცია, რომელსაც თუნდაც სოციალური ქსელებიდან იღებენ, არ მიიღონ ის როგორც რეალობა და არამედ აი რაღაცა დაფიქრდეს, რომ ეს მართლა ასეა, რასაც საუბრობს. ანუ კითხვის ნიშანი ყველა საკითხში უნდა ქონდეს, ანუ რაღაცაზე ყოველთვის უნდა დაფიქრდე, იმიტომ რომ რეალურად თუ კი ყველაფერი გჯერა, მაშინ რა აზრი აქვს შენს არსებობას ყველაფერს თუ იღებ, ანუ სხვისი მოწებებული იდეების მიღება შენს პიროვნებასაც კარგვინებს რა თავისთავად. ისეც ანუ მე და მარიამი აბსოლუტურად მართლები კი არ ვართ ხა ყველაფერში. ჩვენ სტუდენტები ვართ, ჩვენს არ გვაქვს პრეტენზია რაღაც აბსოლუტურ ცოდნაზე, რომ ყველაფერს რაღაც ჩვენც ეხლა ვსწავლობთ ბევრ რაღაცას პარალელურად. უბრალოდ კითხვებს ვსვავთ, ხვდებით? და მე ხო არსებობს წიგნები და ვკითხულობთ ამ წიგნებს და ხო რაღაცა დასკვნები გამოგვაქვს ჩვენით. მაგრამ ხო კлау აბსოლუტურ ცოდნაზე არც ერთ გვაქვს პრეტენზია. გვაქვს. უბრალოდ კითხვებთან იმასთან დაკავშირებითაც გვაქვს ხოლმე, რომ აი საზოგადოება რო გვაკრიტიკებს და რაღაცა გვინდა რომ ჩვენც რაღაცნაირად ამ საზოგადოებას კითხვები დაუსვათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ზუსტად. ავი აი ჰიბრიდულ ომზე ჩავართოთ ახლა ვიდეო ერთ-ერთი, ესე მაქვს მონიშნული, არ ვიცი რა სამოს აქ. ევროკავშირს გამოცხადებული აქვს ჰიბრიდული ომი ფაქტიურად საქართველოსთვის ირონიულად რომ შევაფასოთ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ კარგად რომ არც შეერთებული შტატები, არც ის ტრამპი ვინც ერთ დღეს გამოდის სანქციების ენით გველაპარაკება, მსოფლიოს ზოგადად ელაპარაკება სანქციების ენით, იქ ღაზას ასე ვთქვათ იყიდის, ღაზას სექტორს იყიდის, კანადას მიერთებს თუ გრენლანდიას შემოიერთებს და ამ დროს შემდეგ მეორე დღეს უკვე გამოდის და იძახის, რომ ის უბრუნდება სამშვიდობო მოლაპარაკებას და როგორც მშვიდობის მყოფელი უნდა რომ დასრულდეს კონფლიქტები და ასე ვთქვათ ის კონსერვატორია და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად ასე ვთქვათ არასანდო პოლიტიკა დასავლეთის მხრიდან და ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ისინი არ არიან სანდო და არც უნდა ვიყოთ მათ იმედზე, ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავის იმედზე და ჩვენს მეზობლობა პირველ რიგში უნდა დავალაგოთ სამოკავშირეო აღვადგინოთ დიპლომატიური და ისტორიულ სამოკავშირეო ურთიერთობები, რაც არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ გამოვიდეთ აი ამ დასავლეთის წნეხიდან და ამას ხშირად ვიმეორებ და ეს არის ერთადერთი გზა, რომელი ეს ისტორიული სამოკავშირო ურთიერთობა, რომელი ანუ ირიბადაც ძალიან ბევრი რაღაცას ამბობენ, მე პირდაპირ თქვენს არ ჭირდებათ, პირდაპირ არა, ირიბადაც ძალიან ბევრი რაღაცას ამბობენ და კაცო გეორგიევსკის ტრაქტატი ხო დაგირღვიეს. რამდენჯერ გადაგაგდეს, არ ვიცი ხა ეს კაცი აქ რას გულისხმობდა. ანუ როგორც მივხვდი, რადგან გრენლანდია ახსენა, აი ტრამპის დანიშვნიდან რაღაც ერთი კვირის პერიოდშია ეს ვიდეო ჩაწერილი რა, როგორც მივხვდები და ანუ რაღაცებში ვათანხმები, კი ბატონო, ნუ სანდო არავინ არ არის გეოპოლიტიკაში და როგორც ხვდით, ანუ მუდმივი მეგობრები არ არსებობენ, არავის არ უნდა ენდო. და რაშიც თანხმდებით, იდეაში ვილაპარაკეთ ხო უკვე. აუცილებელია სამეზობლოსთან რომ გეოპოლიტიკური ურთიერთობები მოგვარებული იყოს, ამაზე ორი აზრი არ არის. ხო, და სანქციებისა და აქ უფრო საკითხიც როგორ ისმევა სანქციების ეფექტიანობაზე, ხო? იმიტომ რომ იმ პირობებში, როდესაც დეცენტრალიზებულ ვალუტაზეა ფაქტობრივად მთელი ეკონომიკა აწყობილი და იცით რომ უკვე საკუთარი რეზერვებითაც კი აქვთ უკვე გამყარებული ეს რაღაც კრიპტოვალუტები, საუდის არაბეთს უკვე აქვს სხვადასხვა საკუთარი კრიპტოვალუტა, დაზღვეული აქვს რეზერვებით, სტაბილკოინები აქვთ. რუსეთზე საუბარი არ არის, ჩრდილოეთ კორეას დაუწეს ეს სანქციები, მაგრამ ისე გააკეთა საბოლოო ჯამში ჩრდილოეთ კორეამ, რომ კიბერ თავდასხმების შედეგად რაც დაასანქცირეს, ორმაგ გამოიღეს. ანუ ეს სანქციების ეფექტიანობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაც აღარ არის, ხვდები? იმიტომ რომ უახლესი ტექნოლოგია ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების დახმარებით იძლევა იმის საშუალებას, რომ საერთოდ არ გადარდებდეს ეს ყველაფერი. ხო, ეხლა ტერორისტები მარტივია, საიდან ფინანსდებიან, ხო, ჩვეულებრივ რიგით ადამიანსაც კი შეუძლია უკვე დააფინანსოს ტერორისტული ორგანიზაცია ბიტკოინის გამოყენებით და ხო, სანქციების ენით ელაპარაკება რას ელაპარაკება, ანუ ოფშორებში აქვს გადატანილი მთლიანი ეკონომიკა, აფიქსირებ ვისია ეს ეკონომიკა საერთოდ დეკლარაციებში არიცხული აქვს, ამიტომ რას ასანქცირებენ, რისთვის ასანქცირებენ წარსული გამოცდა 2014 წლიდან დაიწყო რუსეთის დასანქცირება და იმ პერიოდიდან დამიჯერეთ პუტინმა სრულად შეცვალა ნარატივი, ადრე თუ ამბობდა რომ კრიპტოვალუტის კრიმინალიზება უნდა მოხდეს, სადაც ლეგალურ გადახდის საშუალებას არ წარმოადგენდა, მე ნარატივი შეიცვალა, ამას საკუთარი მიზეზები ქონა, იმიტომ რომ დაინახა რომ ბერკეტი იყო, რომ გამოეყენებინა დასავლური სანქციების წინააღმდეგ. მეგობრებო, ამ ესებაში ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და ჩვენი მიზანი იყო ის, რომ გარკვეულწილად ჩვენი იდეები გაგვეზიარებინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, გარდა ამისა ვებრძოლოთ იმ ყალბ ინფორმაციას, რომელიც ხშირად მედიაში გვხვდება და ამასაც დავამატებდი, რომ ეს არის ჩვენი პირველი სატესტო ვიდეო, რომელიც ჩვენს არხზე იტვირთება და იმედი მაქვს მოგეწონათ.
კი და აი რა შეიძლება ხო ეხლა მეც დავამატო. პირველი იყო ეს ცხადია. ჩვენი ოპერატორი ძალიან დაკავებული ადამიანია და ამას ტელეფონით ვიწერთ, მოკლედ ეტაპობრივად ყველაფერი გაუმჯობესდება. ბუნებრივია, სადღაც ერთი კვირა რას დავიწყეთ ეს საქმე. მომდენო პოდკასტ არ ვიცით როგორ შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ესე ტურბულენტური გრაფიკი გაქვს სამივეს. აქედან გამომდინარე, მაინც ერთი იდეა რაც ქონდა, არ ვიცით ახლა ეს რა ფიდბექი ექნება ამ ვიდეოს, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ ფიდბექი ქონდა, კომენტარებში შეგიძლიათ უბრალოდ რაღაცა კითხვები დაწეროთ, რაც გაქვთ და ამაზე გავაკეთოთ ვიდეო კონკრეტულად. ჩემი აზრით ყველაზე ღირებული ის იქნება, რომ გარკვეულწილად თქვენი იდეები გაგვიზიაროთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუნდაც იმ საზოგადოებას, რომელიც ჩვენ არ გვეთანხმება, ხო, გარკვეულ საკითხებში. ჩვენი მთავარი მართლა მიზანია, რომ აი ვისაუბროთ, კომუნიკაცია გქონდეს ერთმანეთთან. თქვენც გაგვიზიაროთ თქვენი, ასე ვთქვათ, იდეები და ჩვენც გაგიზიარებთ. ანუ რეალურად ამ ვიდეოს ერთ-ერთი მიზანი ეგეც არის. კი და რაც ყველაზე მთავარი ხარ, სოლიდარობის პლატფორმის დროს რაღაცნაირად კი დავესხით თავს, ესე გამოვიდა, მაგრამ რეალურად მივესალმებით ამ პლატფორმის არსებობას. ყავს ისეთი ინტერვიუერები, რომლებსაც მე უყურებ პირადად, განსხვავებული აზრის მოსასმენად. პირიქით, ეს არის ზუსტად დემოკრატია, რომ პლურალისტური გარემო არსებობს და ეს არის ზუსტად მიღწევა. და მივესალმები ასეთი არხების არსებობას, ბუნებრივია. ნუ საბოლოო ჯამში ისე ვერ დავასრულებთ, რომ ძირითადი სოლიდარობა არ გამოვხატოთ, ახლა გარეთაც ჩვენი კურსელები და სხვა აქცია აქვს, იცით. აქედან გამომდინარე შევერთდებით ამ აქციას ბუნებრივია და რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, აუცილებელი, იმიტომ რომ ჩვენი ასაკის ხალხი, როგორც ვიცი, ხეშია და კატასტროფა, რომ 15 წელი, ანუ ქალის გაუპატიურებაზე არ ხვდები 15 წელი. და დანაშაულზე არ არის ელემენტარული და იმის ფონზე, რომ რეალური მკვლელები ჩვენ პარლამენტში გვყავს. ერთხელ სოლიდარობა სინდისის პატიმრებს, ჩვენ ვითხოვთ ისევე როგორც მთელი საზოგადოება ახალ არჩევნებს და ბედნიერი ვიქნები თუ შემდეგ პოდკასტს ჩავწერთ მე და მარიამი, იმ შემთხვევაში თუ ვიღაც არ მოვა და არ დაგვაშანტაჟებს საკუთარი აზრის გამოთქმის გამო. თუ მოგეწონებათ, აუცილებლად შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ასევე მოიწონოთ ვიდეო. ძალიან გჭირდება თქვენი მხარში დგომა, იმიტომ რომ ჩვენც გვინდა გარკვეულწილად ამ ყველაფერში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და მონაწილეობა მივიღოთ ამ ყველაფერში. და თუ მოგეწონათ, უბრალოდ დალაიქეთ, სადღაც იქეთ, აქეთ, სადღაც ღილაკი იქნება, ზუსტად არ ვიცი სად, იმიტომ რომ ჩემთვისაც ახალია. და მადლობა ყურადღებისთვის და შემდეგ შეხვედრამდე.